უკრაინაში დენთის სუნი ტრიალებს, ტყვის გარეშე დაკავებული სტრატეგიული ობიექტები და პუტინის მუქარანარევი განცხადებები. რა შემთხვევაში და რა რაოდენობით გამოიყენებს რუსეთის სამხედრო ძალას მეზობელ ქვეყანაში და გათვალა თუ არა კრემლმა მოსალოდნელი რისკები. ახერხებს თუ არა დასავლეთის შუაგულ ევროპაში ომის აცილებას. მსოფლიო კრიტიკულ ზღვარზე და ქართული დიპლომატიის გამოცდა. რა სურს რუსეთს და რაში ვერ თანხმდებიან დემოკრატიული ქვეყნები. და გზას აირჩევს უკრაინა და რა პოზიციას დაიკავებს საქართველო. ფართო დებატები ტელეკომპანია კავკასიის ეთერში. ქეთი დოლიძე, გია ბურჯანაძე, გიორგი მშვენიერაძე, მაია ორჯონიკიძე, ირაკლი ვაჭარაძე, მამუკა ჟღენტი, გიორგი თავდგირიძე და მერაბ მეტრეველი. ნახეთ დღეს გადაცემა ბარიერში 22 საათსა და 30 წუთზე. საღამოშტობის მოგესალმებით ტელეკომპანია კავკასიის პირდაპირ ეთერშია ბარიერი გადაცემას დღეს ალექსანდრე ელიაშვილი გაუძღვები. რამდენიმე დღიანი პაუზის შემდეგ საზოგადოების წინაშე გამოჩნდა ვლადიმერ პუტინი. მან პრესკონფერენცია გამართა დღეს მედიისთვის. ყველა ბევრმა ყოველ შემთხვევაში მოვისმინეთ მისი განცხადებები ზოგზე და წინააღმდეგობრივი შტაბ-ბეჭდილება დატოვა ადამიანებს. ზოგი ფიქრობს, რომ ეს იყო გამარჯვებული ადამიანის პრესკონფერენცია, ყირიმის ოკუპანტის პრესკონფერენცია. მეორე ნაწილი კითხვის, რომ ნირწამხდარი იყო ერთგვარად პუტინი ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებდა და აშკარად ეტყობოდა, რომ მან ვერ გაუძლო საერთაშორისო ზეწოლას. ვინ როგორ აღიქვა ეს როგორი პუტინი იყო და სინამდვილეში პუტინი იქით იყოს და უკრაინაში როგორ შეიძლება ამ პრესკონფერენციის შემდეგ გაგრძელდეს განვითარდეს მოვლენები. ეს ალბათ ყველას გვადარდებს და რა თქმა უნდა პირდაპირ ვებმით ჩვენ უკრაინას, ჩვენი ქვეყნის და უკრაინის ბედი პირდაპირ არის ახლა ერთმანეთთან დაკავშირებული. ამაზე ვისაუბრებ ჩვენს დღევანდელ გადაცემაში, რომლის სტუმრებსაც წარმოგიდგენთ გია ბურჯანაძე, ქეთი დოლიძე, გიორგი თავდგირიძე, მაია ორჯონიკიძე, სიცხიანი ვარ, ბოდიში ვიხატო, მამუკა ჟღენტი, მერაბ მეტრეველი, ირაკლი ვაჭარაძე და გიორგი მშვენიერაძე. საღამოშტობის ყველას მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობის. ყველას ნებართვით თადარიგის პოლკოვნიკს კითხავ გიორგი თავდგირიძეს. ჯერ ერთი პუტინმა როგორი შტაბ-ბეჭდილება დატოვა თქვენზე, ფაქტია რომ იცროა, რომ იქ ჩვენი შეიარაღებული ძალები არ არიან და ისინი ვისაც ამოსაცნობი ნიშნები არ უკეთიათ. უბრალოდ ყირიმის თავდაცვის ძალების წარმომადგენლები არიან, მაგრამ ეხლა ფაქტია, რომ ყირიმის თავდაცვის ძალებს აქ სამხედრო ტექნიკა საიდან ეყოლებოდათ, მაგრამ თქვენი აზრით როგორ შეიძლება სამხედრო თვალსაზრისით განვითარდეს მოვლენები და მიაღწია თუ არა სამხედრო თვალსაზრისით ყველაფერი იმას სამხედრო ამოცანები შეასრულა თუ არა რუსეთის არმიამ ყირიმში და ამის შემდეგ მათი უკან დახევა არის თუ არა მოსალოდნელი. პრინციპში როგორც კი ეს პროცესები დაიწყო, ლოგიკა ამ პროცესების ცალსახა იყო, უბრალოდ რა თქმა უნდა ალბათობა იმისა, რომ დაძაბულ ფონს შეიძლება გამოიწვია ექსესები და არაპროგნოზირებადი, ესე რომ ვთქვათ, შედეგებამდე მისულიყავით, მაგრამ ლოგიკა ცალსახა. პუტინი არის როგორც დერჟავის ხელმძღვანელი, პუტინი ბიზნესმენი, ერთ-ერთი წარმატებული ბიზნესმენი. აქედან გამომდინარე, მას ორმაგი ამოცანა აქვს. ერთი როგორც ბიზნესმენს საკუთარი ინვესტიციების დაცვა და ეს არის არ შეფერხდეს გაზპრომის როგორც ბიზნეს ობიექტის და ბიზნეს სუბიექტის ესე ვთქვათ მოღვაწეობა და მეორე მხრივ დერჟავის ხელმძღვანელი, რომელიც იძულებულია, რომელმაც ანგარიში უნდა გაუწიოს შოვინისტურ და ნაციონალისტურ პუბლიკას, საზოგადოებას. მან როგორც ესე ვთქვათ, ორი ამოცანას მიაღწია ფაქტიურად, ოღონდ მთავარი მას ჩამოენგრა. თუ ის გულწრფელად ცდილობდა ევრაზიული კავშირის შექმნას, ევრაზიული კავშირი აღარ შეიქმნება ფაქტიურად. ანუ მთავარი სტრატეგიული მარცხი მან განიცადა. მაგრამ მას სურს გარკვეული ტაქტიკური ესე ვთქვათ, გამარჯვებებით გადაფაროს სტრატეგიული წაგება და მისთვის ტაქტიკური გამარჯვება იქნება შავ ზღვაში ფლოტის შენარჩუნება, რომელიც მთლიანად დამოკიდებულია უკრაინა გააგრძელებს თუ არ გააგრძელებს ხელშეკრულებას, ხარკოვის ხელშეკრულებას. ხარკოვის ხელშეკრულების დენონსტრაცია არის ყველაზე დიდი ხიფათი, რომელიც დღეს რუსეთს ემუქრება და შესაბამისად ის აგროვებს დივიდენდებს იმისთვის, რომ ვაჭრობის შემთხვევაში მან მიიღოს გარანტირებულად ყირიმში თავისი ფლოტის დატოვების, თქვათ 25 წლიანი თუ 40 წლიანი ვადა, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. მთელი ყირიმი თუ დარჩა სევასტოპოლი. არა, ეს გამორიცხულია, ეს მხოლოდ ეტაპია, შეიძლება დროებით მას რაღაც გავლენა შეინარჩუნოს, მაგრამ ესეც არის ვაჭრობისთვის ის მაქსიმუმი, რაც მან გაიღო. რუსეთის სათავეში რო ყოფილიყო დაუშვათ ნებისმიერი
არასერიოზული ხელმძღვანელი თუნდაც ელცინი ან და უშუალოდ შირინოვსკი ან მსგავსი ტიპები, რა თქმა უნდა, უფრო დიდი ალბათობა იქნებოდა ეს კრიზისი გადაზრდილიყო ომში. ერთია რომ ომში რუსეთის შანსი საკმაოდ დაბალია, შეუძლებელია დღეს ისეთი ტიპის და ისეთი ეკონომიკის მქონე ქვეყანამ როგორც რუსეთია რაიმე წარმატებას მიაღწიოს მასზე არც თუ ისე პატარა სახელმწიფოსთან სამხედრო თვალსაზრისით. იმიტომ ეს სხვა თემაა, საკმაოდ ფართო თემა, შედეგები განვიხილოთ. თვლი რომ კრიზისი ამოწურულია, რა თქმა უნდა გაგრძელდება გარკვეული პოლიტიკური სპეკულაციები ამ თემაზე, მაგრამ ფაქტიურად ლოგიკურ დასრულამდე მივიდა. რუსეთი დარჩა ევრაზიული კავშირის გარეშე, მაგრამ ალბათ მიიღებს ყირიმში თავისი ფლოტის განთავსების უფლებას. უკრაინის ახალი ხელისუფლება აღმოჩნდა საკმაოდ გონიერი და ჭკვიანი იმისთვის, რომ დაებალანსებინა თავისი ემოცია, თავისი ნაციონალისტური ფრთის ემოცია, არა ყოლილიყო პროვოკატორებს, ესე რომ ვთქვათ, და გარკვეულწილად დროში გადაიყვანა პრობლემის მოგვარება. მან არ მოინდომა დაუყოვნებლად რაღაც ნაციონალისტურ განწყობებზე თამაში და ყირიმში რაღაც ურა პატრიოტიზმზე ყირიმში რაიმე აქტიური ღონისძიებების გატარება. რაც გონივრული იყო პრინციპში და მან გაიმარჯვა. ის მიიღებს ფინანსურ დახმარებას, ის მიიღებს გარკვეულ ხარდაჭერას ევროპისგან, ამერიკისგან და სხვა ქვეყნებისგან, რუსეთი მას პატივისცემით მოეპყრობა ამ მიერიდან და შესაბამისად ის ალბათ ქვეყნის დიდი ალბათობით ქვეყნის ერთიანობასაც შეინარჩუნებს. კარგით, ბატონო მამუკო, თქვენ იყავით ხომ? რამდენადაც მე ვიცი, გუშინ დაბრუნდით. კიევში იყავით თუ გუშინ? გუშინ მოლდოვაში ვიყავი, მაგრამ თეორიკულად ისე ვიყავი კიევში, მაგრამ ეს იმ პერიოდს დაერქვა, როდესაც ესეთი ხმები გავარდა, რომ აი გრუშევსკის ქუჩაზე, სადაც ძირითადად ეს ტრაგედია მოხდა, მაიდანის ტრაგედიას გულისხმობ, იმ დღეს უნდა გაენთავისუფლებინათ კიდევაც, მაგრამ მეორე დღეს ჩემ გამოფრინდით თუ არა, ორ დღეში ფაქტობრივად მოხდა ისაც ყველამ უკვე ვიცით. თქვენც ფიქრობთ, რომ კრიზისა ეს ყველაზე ისეთი მწვავე ფაზა უკვე გადალახულია და იმაზე უარესი აღარ მოხდება, რა წინა დღეებში ხდებოდა. ეს და ლოგიკურად სამწუხაროდ საკმაოდ რთულია რაღაც პუტინის ასე ვთქვათ ქმედებების პროგნოზირება, იმიტომ რომ მე მაგალითად თქვენს ეთერშიც არაერთხელ გამიცხადებე, მე დარწმუნებული ვიყავი, რომ პუტინი ასეთ რაღაც ავანტიურაზე არ წავიდოდა. როგორც აქ აღინიშნა, იმიტომ რომ არ არსებობს რაც ამის რესურსი სამხედრო ძალით რაღაცა წარმატების მიღწევას, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ვწდებოდი. იმიტომ რომ ის წავიდა ამ ვაბანკზე, ხა რა მიზეზებით ამაზე ცალკე შეგვიძლია ვისაუბროთ. ეს რამისად რას მოიმოქმედებს ბატონი პუტინი მომდევნო დღეების განმავლობაში, ამის პროგნოზირება რთულია. მე რატომღაც თათეს ოპტიმისტურად ვერ ვიქნები არ ვარ განწყობილი და არ მინდა იმის თქმა, რომ არ მჯერა იმის, რომ უშუალოდ ხვალეს რაღაც ეწოლის შედეგად თავის პოზიციებს დათმობს. თუ გავითვალისწინებს იმასაც, რომ რა იყო ამ ყველაფრის მიზეზი, ხო? რამოდენიმე არგუმენტი იქნა ჩამოთვლილი, მაგრამ თუ გავიხსენებთ ისტორიას, ჩვენ გვახსოვს ჩეჩნეთის მოვლენები, ხო? იქ დაიწყო ელცინის დროს, მაგრამ სიტყვა თავარი ეს ყველაფერი რაც გაკეთდა იყო, როდესაც სიტუაცია თქო რუსეთში იძაბებოდა, ამ დროს ყოველთვის საჭირო იყო რაღაცა ფონის შექმნა, როდესაც ეს ველიკოძიჟავული რაღაცა მიმართულებები გაიმარჯვება და დაამტკიცებდა რუსეთის ხელისუფლება კრემლი, რომ მას შეუძლია რაღაცის გაკეთება და რაღაც მიღწევას რუსული მენტალიტეტის გათვალისწინებით, აი ამ სამწუხარო ყველაფრის ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, ჩვენ გავხსოვთ ჩეჩნეთის მაგალითი, ნუ მე საქართველოს 2008 წელს. ეს რამისად დღეს, ანუ ხვალდაზე როგორ გამithარდება მოვლენები, ეს ისევ და ისევ მარტო პუტინზე და მისი პროგნოზირება რამდენიც ადეკვატურად მოიქცევა. დღეს რა შთაბეჭდილება დატოვა? დღეს გამარჯვებული კაცი გველაპარაკებოდა თუ ნირწამხდარი ზეწოლის შედეგი? პუტინი დღეს ყველა ვარიანტში ცდილობდა, რომ ისევ შიდა მოხმარებისთვის თუნდაც ენახებინა, რომ მან მოიპოვა გამარჯვება, მაგრამ სულიად ვეთანხმები ბატონ გიასაც, ახლა შეიძლება მოკლევადიან პერსპექტივაში, მოკლევადიანი ასე ვთქვათ შეფასებით, რაღაცა მან მოახერხა ისო შეიყვანა ჯარი და ასე შემდეგ, რაც რა თქმა უნდა ვიღაც ნაციონალისტურ და ფაშისტურ ასე ვთქვათ სეგმენტებზე რუსეთში მოქმედებს, მაგრამ ფაქტია, რომ რაც მან ახლა მოახერხა, ეს გრძელვადიან პერსპექტივაში სწორედ მისი დასასრულის დასაწყისია. იმიტომ რომ შეუძლებელია აი ამ ფონზე მან რაღაცა ღონისძიება განახორციელოს. ავიღოთ აი ელემენტარულად, თუ ის ჯარით შევა და დაიწყებს ომს, ამ შემთხვევაში ის წაგებული იქნება. თუ ის ჯარს გამოიყვანს, ამ შემთხვევაში მისი მთავარი მიზეზი რაც იყო, რომ შიგნით რუსეთში მისი სახელი, მისი ავტორიტეტი განამტკიცებინა, ისევ იმ საზოგადოებაზე, რაზეც ეს ჭრის ყველაფერი, მაშინ ეს უფრო მარცხი არის. ამიტომ მე დავაზუსტებ თუ გაცრავად ჩაგეჭერით.
ის რაოდენობა ქვედანაყოფების რაც შეიყვანა, ეს არის იმ ხარკოვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული კვოტის შევსება. ანუ დამატებით ჯარები პრინციპში მან გაამართლა თავის რაღაც იურიდიულ ჩარჩოებში. არა, იურიდიულ ჩარჩოებში არ ხდება, იმიტომ რომ ნებისმიერ იგივე გავიხსენებ 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს, ნებისმიერ გადაადგილებას თუნდაც სამშვიდობო ჯალების ამას სჭირდება თანხმობა იმ ქვეყნის იმ ხელისუფლების. ის რომ იქ იანუკოვიჩმა თურმე მას წერილი მიწერა. არა, ეგ არა. ეს არა, თვითონ ეს მისი არგუმენტაცია თქვენ განვითარებით გამართებით. ეს არის აბსოლუტურად აბსურდული არგუმენტაცია. დღეს კიდე რაც მე მოვისმენე, აღმოჩნდა თურმე ისინი აპირებენ რაღაც ფასეულობების და ეროვნული უმცირესობების დაცვას, ხო? ეროვნული უმცირესობების დასაცავად ასეთი კრიზისული ჰუმანიტარული ოპერაციების ჩასატარებლად ოპერაციების და არა ინტერვენციის და აგრესიის. არსებობს საერთაშორისო ორგანიზაციები, არსებობს საბჭოთა კავშირის მიერ და რუსეთი ერთ-ერთი საბჭოთა კავშირის და მაშინ კოალიციის შედეგად გაფორმდა ხო ხელშეკრულება გაეროს შესახებ. არის უშუალოების საბჭო, უშუალოების საბჭო აქვს შესაბამისი მანდატი, მარტო მას აქვს აგრესიის შეფასების სამართლებრივად დაფიქსირების მანდატი და მარტო მას აქვს უფლება გარკვეული ასე ვთქვათ სამხედრო ოპერაციის ჩატარებაზე მწვანე შუქის ანთების. ეხლა თუ რუსეთს თავი მიაჩნია და პუტინს თავი მიაჩნია ამ შემთხვევაში უშუალოების საბჭოს ფუნქციების შემთავსებლად, მაშინ რა თქმა უნდა მას შეუძლია მას სამხედრო ოპერაცია დაარქვეს, მაგრამ ეს გახლდათ წმინდა წყლის სამხედრო ინტერვენცია, დაახლოებით იგივე რაც განხორციელდა საქართველოში, არამედ ჩანაცვლებაზე აქ საუბარი არა, და რაც შეეხება კონტინგენტის რაოდენობას, მოდით ასე ვთქვათ, მე ვიცი რომ დღეს მაგათაც უშუალოების საბჭო შეიკრიბა მოლდოვაში. რადგანაც არის საფრთხე და ამის მონაცემები, რომ მე-14 არმია დღესწილეთიდან აპირებს ოდესის გავლით, ანუ საზღვრის გავლით, დიდი ალბათობით მზადება არ ყოველ შემთხვევაში სამხედრო ჯარი, ასე ვთქვათ, დივიზია თუ რაც არის მე-14 არმია მომზადებულია, სულ მზადყოფაშია გამოცხადებული, ბოლო 2 დღეა და საუბარი მიდის უკრაინა-მოლდოვის საზღვრის ჩაკეტვაზე. ეს იყო თხოვნა, როგორც მე ვიცი, უკრაინული მხარის და მოლდოვის უშუალოების საბჭო არ ვიცი, როგორ დასრულდა ეს საკითხი განახილოთ. ამიტომ აქ ჩვენ საუბარი გვაქვს სრულმასშტაბიან რეგიონულ კონფლიქტზე, რომელიც მე არ გამოვიცხავ, რომ თავისთავად გადმოეცემა საქართველოსაც, იმიტომ რომ აქ 40 კილომეტრში დგანან, მე არ ვიცი, რა შეიძლება გამითარდეს ამაზე, შეიძლება რა თქმა უნდა ფიქრი, ამაზე შეიძლება დავა, შეიძლება განხილვები ამის რა მოხდება იგივე ყარაბაღისტიანი ყარაბაღის კონფლიქტთან მიმართებაში. ამიტომ საკმაოდ турბულენტულ ვითარებაში ვიმყოფებით და მე მინდა ვთქვა და ეს არ არის რაღაც გადაჭარბებული. დღეს ჩვენ ვართ იგივე მდგომარეობაში, რაც უკრაინა. არანაირი განსხვავება ჩვენს და კიევსა და თბილისის შორის ამ ეტაპზე არ არის. კარგი, ბატონ გია, თქვენ როგორ ფიქრობთ? ვინ იყო დღეს პუტინი? გამარჯვებული ოკუპანტი, რომელიც შევიდა ყირიმში? და შერჩა ყირიმი თუ ადამიანი, რომელიც ახლა როგორღაც ვითარებიდან გამოძრომას ცდილობდა და უკან ღირსეულად უკან დახევას ცდილობდა, რომ თან რაღაცა იერით შეენარჩუნებინა ერთის მხრივ და მეორეს მხრივ რაღაც ფსიქოტიპიდან გამომდინარე, რაც არის ეგ ადამიანი, ხო? კომპლექსარი კი ადამიანი იჯდა დღეს. რომელსაც უნდა დაუმტკიცოს ყველას, რომ მე მაინც მაგარი ვარ. ამ დროს არავის არ ჯერა, რომ ეს მაგარია. ავადმყოფი ადამიანი, რომელსაც რაღაცა აბსოლუტურად მოწყვეტილი არის დღეს დასავლურ იმებშიც იყო ეგ ისინი, რომ ეს კაცი რეალობას მოწყვეტილი არის აბსოლუტურად. თან არის მძევალი იმ ქვეყნის, რომელშიც აღმოჩნდა, რომ ფედერაციის საბჭოში ერთი ადამიანიც კი არ აღმოჩნდა თავის შეეკავებინა იმაზე, რომ მივიცეთ თუ არა უფლება ჯარის გამოყენების. წარმოიდგინეთ მოსახლეობა როგორი არის დღეს ვოლგოგრადში და იმებში ჩატარდა რაღაცა ყირიმის ხარდამჭერი. ესე იგი მოსახლეობაც ისევე ფიქრობს როგორც პუტინი. ძალიან ცოტა აღმოჩნდა არ შემოქმედ სახელოვნებო წრეებში, არც სამეცნიერო წრეებში. ნუ ახლა ლიახი ჯაკოვამ და არა, მარტო ლიახი ჯაკოვა არა. ერთი ამხელა ქვეყანა არის, წარმოიდგინეთ. ამხელა ქვეყანა რა. ამდენი ხელოვანი არის და ამდენი ნიჭიერი ადამიანი და ერთს არ მოსვლის. ესე იგი ის არის ამ ხალხის მძევალიც. რომელსაც აქვს ეს ისა, რომ ჩვენ ვართ იმპერია, სილა ეს უმანინადა, რა როგორც მაგათვე გამოთქმა არის ეს რა. ოღონდ მე ვერ დავეთანხმები ამ ბატონებს, რომ იქ ყველაფერი დამთავრდა. მე მგონი იქ ახლა იწყება ეს ყველაფერი, იმიტომ რომ იქ იწყება თავიდან ან შეძლებს დასავლეთიდან ნორმალური სამყარო, რომელსაც არ უნდა განადგურება დედამიწის და მესამე მსოფლიო ომის დაწყება და რაღაც ან შეძლებს ამის რომ რამენაირად მოთოკუნეს ადამიანები, ან არა და ჩვენს მიყვებით ზე და საერთოდ ეს მე უკვე როგორც დომინოს პრინციპი წავა და უამრავი წერტილი არის სამყაროში, სოფლიოში ისეთი, სადაც ეს გამოძახილს პულს. ჩემთვის კიდევ ერთი ძალიან მძიმე რა არის, რომ აი ამ ხალხის და ამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და ამ ადამიანების უბედურების ფონზე მიდის აი ეს ორი სამყაროს დაპირისპირება ერთმანეთთან და ამ დროს ხალხი და ქვეყანა იწეწება და უბედურდება. და იქ კიდევ რატო არ არის დამთავრებული, იცით, აი რომც მოგვარდეს კიდეც ამ
მხარეს შორის, დასავლეთსა და რუსეთს შორის და დაარეგულირონ ამ ეტაპზე მაინც ეს მაინც თავის თავს გამოიღებს ოდესმე და აფეთქდება ისევ. იცით რა თვითონ იქ ცხოვრება გახდება შეუძლებელი. იმდენი ღვაწლი ანთხიეს ამ ადამიანებმა აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან ერთმანეთზე, რომ მათ უკვე ერთ სახელმწიფოში ცხოვრება ძნელი იქნება მათ. წარმოიდგინეთ აღმოსავლეთ უკრაინელები მათ ეძახიან რაღაც საზიზღარი პეტლიურას და ის პეტლიურა და ის ადამიანები ისინი იმ ხალხისთვის დასავლეთ უკრაინელებისთვის გმირები არიან. არა ბანდერამ ეხლა 100,000 პოლონელი გააკრა ჯვარზე და რანაირად არის ეხლა როგორ შეიძლება დამამთავრებინე რა გმირი კარგი რა დამამთავრებინე შენი ჭირმა ერთი წუთი დამამთავრებინე მათქმევინე რა რაშია ის საქმე რომ ის ბანდერა იქცეოდა რატო იმიტომ რომ მან ახალგაზრდა კაცი იყო როდესაც დაინახა რასაც აკეთებდა საბჭოთა რუსეთი იქა და როდესაც 8 მილიონი ადამიანი შიმშილით გაწყვიტეს იმიტომ რომ ვოლგისპირეთს დახმარებოდნენ რას ერჩვევა კაცო 100,000 იცი რა როდესაც 8 მილიონი ადამიანი შენი ქვეყნის წდება იქა და ეს ადამიანი იბძვის თავის ეროვნული ინტერესებს 100,000 ბავშვი უნდა გამოაკრა იმაზე რა ქვია გააკრა ხეზე ნუ მოთხოვ იმათ ეგეთ რაღაცებს ხო მაინდა-მაინც ის ყოფილიყო ფრთიანი ანგელოზი ის იბძოდა ეხლა და შენიანები არაფერს არ აკეთებდნენ არ ებძოდნენ მაგას არ გეუბნები ბანდერას მე არა ვარ არა მე სხვანაირად მიმაჩნია არ შეიძლება ესე დაუპირისპირდა მით უმეტეს როდესაც არ ახარ შენ იმ ქვეყნის ძირძველი მოსახლე შენ სხვა ეთნოსი ხარ ხო ისინი არ ეძახიან ჩვენო არა ვართ უკრაინელები ჩვენო რუსები ვართ ხარკოვი დონეცკი და ეს პატარა რეგიონები არ არის უამრავი ხალხი ცხოვრობს იქ დაახლოებით 40 მილიონი ადამიანია ერთმანეთთან დაპირისპირებული და რანაირად იქნება ეგ მშვიდობა იმ ქვეყანაში აი ეს არის ჩემთვის პრობლემა რომ ეს არ დამთავრებულა დღეს არც სამოქალაქო დაპირისპირება არ დამთავრდება кайხანი და ესეც კიდევ როდის ამოყობს თავს და როდის ისევ გამწვალდება სიტუაცია არის ერთადერთი აი ჩვენ უნდა ვიყოთ სულ ესე ჩასაფრებული რომ ჩვენზე ნაკლებად იმოქმედოს ამა აი ეს არის შენი ხავატაკეთი გერასპიკო ახლა ვიცი საერთოდ გადაიარა ამ დღეს რომ არა მე არ ვიცი იმიტომ რომ მე საერთოდ მიმაჩნია რომ ამ დისკუსიებში რაღაც ცოტა ისე მგონია თავი დილეტანტად მე შემიძლია ემოციურად რაღაცა ვთქვა რა მომწონს რა არ მომწონს რა მაწუხებს მე უკრაინაში ძალიან ბევრი მეგობარი მყავს ყოველ წუთას მაქვს მათთან კავშირი ეს არიან ებრაელებიც უკრაინელებიც მე ვამბობ წარმოშობით და ვიცი ზუსტად იქ რა ხდება არ არის ესე ერთგვაროვანი ყველაფერი და ისევე როგორც ყველა რევოლუციის დროს და მე ვარ კატეგორიული ასე ვთქვათ არ მიყვარს რევოლუციები იმიტომ რომ ყველა რევოლუცია ბოლოს და ბოლოს მოიტანა სისხლი და ცრემლები გზა რომ შეეღება გალაქტიონს რო დავესესხოთ და პროგრესი ამის მერე ყოველ შემთხვევაში დღევანდელ სამყაროში ძალიან პატარაა მე ახლა ლაპარაკობ წმინდა ადამიანურ ასპექტებზე მაგალითად დავანებოთ თავი იქ რაც მოხდა მას პოლიტოლოგებმა მიხედოთ მე სხვა რამეს ვამბობ როდესაც ჩვენ უკრაინის აი ამ უბედურებას ვიყენებთ იმისთვის რომ არიქა შტაბელებივით მივდივართ იქ დავეწყობი და არიქა ვდგევართ მეიდანზე და არიქა იმათ ვეხმარები და რაც თავარია ვერ ყვევით რაშია საქმე და ხანდახან შევდივართ ისეთ სფეროებში რომელში ჩვენ არ უნდა შევიდეთ მაგალითად გუშინ ამ ყოველთვის აპროტესტებენ და დადიან მაგრამ ის რაც მოხდა გუშინ იგივე ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიის საზღვართან მე მიმაჩნია ყოვლად დაუშვებლად მე ყოვლად დაუშვებლად მიმაჩნია თუნდაც ჩვენი დროშებით მიხვიდე და უშვერი სიტყვებით ასეთი გართულებული კონფლიქტის დროს აი უბრალოდ დედა აგინო ისევ იმათ რომ აი თქვენ ეს არაფერს კარგს არ მოგვიტანს იმიტომ რომ ეს არის მე ღირსება ყოველთვის უნდა შეინარჩუნო ყოველთვის უნდა გქონდეს პროტესტის გრძნობა მე არ ამგონია რომ აქ ვინც ხეთხართ ღმერთმა კარგად გამყოფოთ ყველა მე ვარ ალბათ ის ერთადერთი ადამიანი მე როგორც ვიცი რომელმაც 4 წერილი მივწერე პუტინს პირველი ომის დროს მეორე ომის დროს მესამე ომის დროს იმიტომ კი რომ ის ამაზე რეაგირებას მოახდენდა პირდაპირ კრემლში ვაგზავნიდი პროტესტით სავსე წერილს ეს იყო ერთი ომის დროს მეორე ომის დროს 93 წელს მანამდე სანამ ის მოვიდოდა და ბევრ დროს იგივე ომის დროს სირცხული ამაზე რომ ბევრჯერ ლაპარაკობ კანჩელოვსკისაც მივწერე წერილი კუსტურიცასაც ის რაც მე მიმაჩნია სწორად როგორც ადამიანს როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ მე უბრალოდ მგონია, როდესაც ვფიქრობ, ხო, ერთი კიდე რატომ მოვედი აქ და დიდი მადლობა კავკასიას. ხვალ ბრიფინგიც მაგ და ეს მინდა ვთქვა. ის რაც ხდება დღეს ქართულ სოციალურ ქსელებში,
ეს არის ყოვლა დაუშვებელი ჩემი მხრივ, აი როგორც ადამიანი ამას ვაპარაკობ. ჯერ ეს ერთი მაგალითად, რაც შემეხება მე და ეს მარტო მე არ მეხება, ბევრს ეხება. ვინც ასე ვთქვათ, თითქოს ამ ხელისუფლების ვართ კიდეც მხარდამჭერელი, ხო? ეხავენ ჩვენ Facebook-ებს, ჩემს მაგივრად წერენ სტატუსებს და მე უკვე შევცვალე პაროლი, იმიტომ რომ მე მჭირდება სოციალური ქსელი, იმიტომ რომ მე მჭირდება. წერენ იმას რა, სიტყვებს წერენ, თითქოს ჩემ ამას იმეორებს სააგენტო News.gi, კიდე ვიღაცა იმეორებს. მე წერენ რომ ვითომ მე ამ სააგენტოსთვის ინტერვიუ მიმეცეს, როცა არ მიმიცია, აფხაზეთის რადიოსთვის, რომელიც არ მიმიცია და წერენ ისეთ უშვერ სიტყვებს, რომელიც ჩემ ლექსიკონში საერთოდ არ არის. და მე გეტყვი, ეს კიდევ ერთი აი აქაური ომის ნაწილია. ეხლა აი ამ იმაზე რა ქვია კონფლიქტის ფონზე უცებ წარმოიშვა ორი კლანი ისევ ადამიანების, რომლებიც უჭერენ ამ ხელისუფლებას მხარს და მეორე მხარე იძახის რომ ამათ არ აინტერესებთ იქ რა ხდება, თუმცა ეს ხელისუფლება ძალიან ზუსტად სწორ აქცენტებს აკეთებს და განცხადებებს აკეთებს და ძალიან ზუსტად უჭერს მხარს იმას, რასაც უნდა დაუჭიროს და არ უჭერს მხარს იმას, რასაც არ უნდა დაუჭიროს. ამ შემთხვევაში განსხვავება დიდი არ არის, მაგრამ ითვლება რომ უკაცრავად ნაციონალური მოძრაობა არის გადამკვდარი და შეუძლია თავის შეწიროს უკრაინის თავისუფლებას და ჩვენ, ასე ვთქვათ, მეორე მხარე არიჩენს სათანადო ყურადღებას და აი ეს სოციალური ქსელების აღვირახსნილი კომპანიაც ზუსტად ამასთან არის დაკავშირებული და დამამთავრებული თუ შეიძლება. ამიტომ მინდა ყველას უთხრა, ვინც აი ამ სოციალურ ქსელებში შემოდის და ჩვენს მაგივრად სტატუსებს ჭერს. მე ყოველ ჩემს სტატუსზე მაქვს კოდური სიტყვა, რომელიც თქვენ არ იცით. როცა ვიყენებ ამ კოდურ სიტყვას, ხო? მე ვიცი რომ ეს ჩემია და მე ისედაც ვიცი. მე რას ვაპარაკობ და რას არ ვაპარაკობ. იმიტომ რომ ის რაც დღეს ხდება, ეს არის წარმოუდგენელი. მე მიწევს ბრიფინგის მოწვევა, ამის გაკეთება, იმის გაკეთება, იმიტომ რომ მოსახლეობისთვის მე ამ დროს აღვიქვები როგორც რა, მე მაგალითად მახსენდება ერთი რამე და მართლა დავამთავრებ ახლა. გახსოვთ რა უბედურება დაგვემართა 2008 წელს. ზუსტად 2010 წელს, 2009 წლის 9 წელი იყო. უცებ უყურებ გადაცემას და ხედავ უზარმაზარი დარბაზი პეტერბურგში და თუ კი ვინმე ვარსკვლავი არსებობს და იმდენად ახლოს იყო ეს აგვისტოს ომთან, რომ მე ბუკვალურად აი ძალიან დიდი ბოდიში ვიჯექი და ვტიროდი. კევინ კოსნერი და ის აქედან წასული სხვათა შორის პეტერბურგში რა არის ის ლამაზი ქალი როა? შერონ სტოუნი შუშაზე რო დადიოდა და სააკაშვილს რო ელიცლიცებოდა. უცებ აქედან მიდის იქა და მღერის ამ ტარვალთან ერთად ბლუბერი ფილდს. და მე მიყვირს და ვკითხულობ კაცო რაშია საქმე? ვერ გავიგე რაღაცა ჩვენ ასე დღეში ვართ. რა აქვს მნიშვნელობა ვინ რა ჩაიდინა, როგორ ჩაიდინა, რას ნიშნავს ეს? რას ნიშნავს ეს ყველაფერი და მე ვამბობ, უცებ მესმის გუშინ წინ თუ 3 დღის წინ CNN-ზე უსმენ, იმიტომ რომ მე მხოლოდ CNN-ს უსმენ და სხვას არაფერს და BBC-ს. უცებ მესმის სიკორსკის ციტატა, მოგიყვანთ ციტატას. რაღაცა ეკითხებოდა ეს ამბობს რომ იცით რა, თქვენო ნუ ეხუმრებითო. უკრაინა არის 45 მილიონიანი ქვეყანაო თუ 50 მილიონიანიო და საქართველოს რომ მეკითხებთ, ახლა საქართველოსთან შედარება იმ პატარა ქვეყანასთან როგორ შეიძლებაო? აი ეს არის ძალიან ცუდი წინადადება. სიკორსკიმ ეს არ უნდა თქვას, არ უნდა შეეშალოს, არ უნდა წამოწდეს და ამიტომ ჩვენ ნუ ჩავეშვებით იქეთკენ, სადაც არ უნდა ჩავეშვეთ. გვეყოს გონიერება, გვეყოს საღი ანალიზის უნარი და ერთმანეთს ნუ დავეტაკებით ამის გარდა. კარგით, ქალბატონ მაია, მოიგო თუ არა უკრაინის ახალმა ხელისუფლებამ სიმშვიდით და შეუძლებელი ხა 2008 წელთან არ გავულო პარალელები. მაშინ სააკაშვილსაც თქვათ ასე რომ შვიდად მიიღო ის ყველაფერი რუსების ტანკების შემოსვლა ასე შემდეგ და განგაში აეტეხა და ისე როგორც საერთაშორისო თანამეგობრობა ჩართო ახალმა ხელისუფლებამ უკრაინის ასე რომ მოქცეულიყო. მოგესალმებით თუ არა რომ უკეთესი შედეგები ქონოდა და აგერა ყურისძირში არ ყოლოდნენ ახლა რუსები. მოგესალმებით უპირველეს ყოვლისა და მე მივხვდი მესმის რა კითხვას დამისვი ალეკო და რასაკვირველია
პარალელები 2008 წლის ომთან და ასევე აფხაზეთთან ორივე პარალელი არის რელევანტური, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ მთლიანობაში არის რელევანტური, მაგრამ აი იმ ჭრილში, რა ჭრილში შენ დამისვი კითხვა, მე შემიძლია ერთი რამ გითხრა. ჩვენ უნდა გვავისწრება, რომ ამ შემთხვევაში პარალელები სწორია ერთი კუთხიდან, იმ კუთხიდან, რა კუთხიდანაც პუტინის ქმედებას ჰქონდა ადგილი საქართველოშიც ორჯერ და უკრაინაშიც, მაგრამ გარემოება, მარტო პუტინი ხო არ იყო, გარემოება, ფონი, რა ფონზეც და რაც მოყვა ასევე პუტინის აქციას, ქმედებას, აგრესიის აქტს, იყო სრულიად სხვა. რასაკვირველია, ძალიან გულისამაჩუყებელია და მართლა საოცარია, საერთოდ დაწყებული აი კიევის მაედნის ამბებიდან საოცრება, ეს ხალხი მართლა გმირი ხალხია, საოცარი სამოქალაქო ცნობიერება გააჩნიათ, საოცარი კულტურა ამ სიტყვის ყველაზე ფართო გაგებით, მაგრამ ჩვენ რასაკვირველია, ჩვენ თავში უნდა ვეძებოთ ყოველთვის ჯობია კრიტიკულები ვიყოთ, მაგრამ ნამეტანი ხო იცით ორი დროსობა ერთმანეთს გავს და ნამეტანიც არ ვარგა. რატომ? ეხლა უშუალოდ თქვენ კითხვას ალეკო პასუხობ. ის რომ დასაწყისი რაზეც რომელ ფონზეც ვითარდებოდა ეს პუტინის აგრესია, სრულიად სხვაგვარი იყო. არ დაგვავიწყდეს რომ, აფხაზეთის საერთოდ ლაპარაკობდნენ, იქ მზადდებოდა ჯერ კიდე უკაცრავად და იმის რა ქვია, ხრუშოვის დროიდან მზადდებოდა აფხაზეთში ადგილობრივი აფხაზების აგრესია ქართული მოსახლეობის მიმართ, მაგრამ რაც შეეხება 2008 წელზე ვილაპარაკოთ, შეხედა რა ხდებოდა შეუდარებელია ის ყურადღება, მადლობა ღმერთს, იმიტომ რომ ესენ ჩვენი ძმები არიან უკრაინელები და მხოლოდ შეიძლება გაგეხარდეს. რასაკვირველია, შეიძლება გული დაგწყდესო ჩვენ არ ქონდა ამ ხელა ყურადღება სოფლიოსგან და ყურადღება მოვიდა ძალიან გვიან, უკვე როდესაც ფაქტიურად იგოეთთან გააჩერეს, მაგრამ აბსოლუტურად განსხვავებული დამოკიდებულება არის. მე მესმის სამწუხაროდ არსებობს პატარა და დიდი ერის ცნებები როგორც ჩანს, ასეთ აი დიდ პოლიტიკაში ამასაც უწევენ ანგარიშს 4-5 მილიონი ხარ თუ ხარ 48 თუ 50 მილიონი. სამწუხაროა ეს, მაგრამ არა უშავს. ჩვენ ამ ტალღაზე შეგვიძლია ეხლა ძალიან ბევრი რაღაცის გამოსწორება, ბევრი რაღაცის საქართველოსთვის სასიკეთოდ წაყვანა. რაც შეეხება კიდევ უფრო რომ დავაზუსტო, თქვენ გაიხსენეთ რა ხდებოდა ძალიან ზოგადად რო ვთქვათ, და შემოდის ჯარი, სინამდვილეში 7-ში შემოვიდნენ, რასაკვირველია რუსები, ამბობენ რომ რა შემოვიდნენ. კარგი ბატონო, რა შემოვიდნენ? ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს. და 5 დღე გმირულად იცავდა საქართველოს საკუთარ მიწას. შეუძლებელია შენ მიწაზე იყო ომის ინიციატორი, როგორ შეიძლება ესეთ. და იქიდან თქვენ არ დაგავიწყდეთ რომ ნული იბომბებოდა უკვე მე რომელსაც საერთო სამხედრო საქმე არ მაინტერესებს. მეც კი დაინტერესდი მაშინ და იმის მერე უკვე მაინტერესებს და მე მახსოვს კარგად რომ 120 მილიმეტრიანი იმითი კალიბრის დიახ ნაყოსით იბომბებოდა და ხა იცით რა არის იქ სისხლის მერე ჩაერია სისხლი იღვრებოდა არა მხოლოდ აგვისტოს 8-დან აგვისტოს 8-მდე დაიბარა სისხლი და რის მერე კიდევ უფრო მეტი და მხოლოდ რაღაც გარკვეულ მომენტში როდესაც იმათ უკვე როდესაც გაიღვიძა მსოფლიომ სააკაშვილის მართლა გმირული აი ამ შემართები და არ ვიცი რა გიგანტური ძალისხმევის შედეგად და უკვე ამის შემდეგ შეგვიძლია კალბატონო კეთება შეგვიძლია გაბრძანდეს და მე რომ მოვჩები შემობძალ. უკაცრავად თქვენი საქმე არ არის მე მე იმდენი სისულელე მოვისმინე რასაც ველაპარაკობთ, მაგრამ არბია შემტოკებია, იმიტომ რომ ჩემთან არ გინდა კორექტულად და მე თქვენ. რასაკვირველია. ახლა რაშია საქმე? იმის მერე რაც სოფლიო გაიღვიძა ბოლოს და ბოლოს, მაშინ როცა წამოვიდნენ ტანკები უკვე თბილისზე, იგოეთთან, მხოლოდ მაშინ ფლოტის ამერიკული ფლოტისა და ამ ამბების იცი თქვენ არანაკლებ ჩემზე არანაკლებ რა ძალისხმევის შედეგად. ანუ არ არის რელევანტური ამის შედარება, იმიტომ რომ აქ სისხლი არ დაღვრილა, რასაკვირველია იმათ ჯერ ესეთი უკრაინელებს ის უპირატესობა აქვს ჩვენ წინაშე რომ მათ აქვს ჩვენი მაგალითები. თუნდაც ყველა სულ ყოველთვის დავი დავარებო, იმიტომ რომ ეხლა რასაკვირველია ერთი ხელწერაა პუტინის მხრიდან, მაგრამ როდესაც ჩვენ აფხაზეთში შეუდარებლად უმძიმესი შეცდომები დავუშვით. ჩვენი მაგალითები გქონდა. აფხაზეთში თუნდაც 2004 წლის აგვისტოს ამბები, აგვისტოს სექტემბერზე.
რაღაცა მაინც ალიკო მომისმინე აფხაზეთში როცა ხდებოდა ეს უბედურება საქართველოს საერთოდ არ იყო მსოფლიოს ინტერესის ცენტრში იმხანად ისე დაიხოცა იქ რამდენიმე ათეული ათასი ქართველი მსოფლიო გაიგო აი ხო პარადოქსია მაგრამ ქალთუნმაია მსოფლიო რაშვაშია ჩვენ იქ უკრაინელები იბრძვიან მე ხო არ გეტამათებით დავთვალე მე გავაგზავნოთ და ჩამოვაყალიბო თქვა მე გავაგზავნოთ თუ გინდა დისკუსიის რა შეასაქმე ანუ როდესაც შენ ხარ პირველ გამყვალავი და ჩვენ ვიყავით პირველ გამყვალავები მე აღარ ვიზახი წინა საუკუნეში რა იყო 9 აპრილიდან მოყოლებული ხო ჩვენი ეროვნული სამოქალაქო კულტურის ნაკლებობა ჩვენი ეთნოფსიქოლოგიური ესეთი აფექტური და ემოციური ბუნება გამოუცდელობა მათ უამრავი კომპონენტი იყო და რასაკვირველია რუსული აგენტურა რომელიც იყო არის და სანამ რუსული სახელმწიფო არსებობს იარსებებს ჩვენ შორის ვიღაცა იქნება აუცილებლად ვინც ამას გამოიყენებს ანუ საქმე ის არის რომ როდესაც შენ პირველი მიდიხარ შეცდომებსაც ანუ ეს ჩვენ ვიყავით რეპეტიცია უკრაინელების მე არ მინდა უკრაინელების დავაკნინო ჩემო ალეკო უკრაინელების სამოქალაქო შეგნება ცნობიერება გმირობა არანაირად უბრალოდ ვამბობ რომ უკრაინა ზუსტად იმიტომ რომ ჩვენზე დიდია გარდა ამისა მისი გეოგრაფიული მდებარეობა ის არის ევროპა ერთნიშნად ცენტრალური ფაქტობრივად აღმოსავლეთი ევროპა უზარმაზარი ქვეყანა დიდი ქვეყანა ჩვენთან შედარებით და უამრავმა ამ კომპონენტმა ერთად პლუს ჩვენი შეცდომები გაითვალისწინეს პლუს უფრო მშვიდი ხალხია ტემპერამენტით და აი ამ ყველაფრის ერთობლიობა თანაც არ დაგავიწყდეს აი ეს მომენტი შემნიშნა აი დღეს რო ვნახე კადრები როდესაც რუსი ჯარისკაცები მოდიან და აქეთ უკრაინელები ნუ არსებობს მაინც ეს მიუხედავად იმისა რომ კაცი ჭამია პუტინი არა კაცია ნაძირალა კი ბატონო მაგრამ მაინც ძალიან ახლო ერები არიან გესმით და რუსი ჯარისკაცისთვის ფსიქოლოგიურად ბევრად უფრო იოლია ქართველისთვის სროლა ვიდრე უკრაინელისთვის იმიტომ რომ ძალიან ახლოს არიან ეგენი ეთნიკურად და თუ შეიძლება დავამთავრებ იმიტომ რომ Facebook-ზე არ ვლაპარაკობ არც სოციალებზე არც ჩემპირად პრობლემებზე და ზუსტად იმდენს ვილაპარაკებ რამდენის განპატრონმა ქეთივის საუბრა ორი წამი დავამთავრებით თუ შეიძლება და მე აუცილებლად მინდა მე არ ვიცი თქვენ მომცემთ მე სიტყვას თუ არა კიდევ მე აუცილებლად მინდა გითხრათ ის რომ ჩვენ სოფლიო და ჩვენ სოფლიოსთან ერთად ხდებით მოწმე აბსოლუტურად სრულიად სოფლიო წესრიგის შეცვლა ხდება ჩვენ თვალწინ. ანუ ის სოფლიო წესრიგი, რომელიც იყო სამეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან, ის სოფლიო წესრიგი როგორც ჩანს უკვე აღარ იქნება, ეს არნიშნავს იმას, რომ ფასეულობები იქნება სხვა, რასაკვირველია ჰუმანიზმი, დემოკრატია და ასე შემდეგ. მაგრამ ჩვენ განსხვავებული რეალობის წინაშე ვდგებით. სრულიად განსხვავებული და მე კიდე რაღაცა დამატება მინდა, არ ვიცი, გვექნება საშუალება. მე რა პირველ რიგში პუტინმა როგორი შთაბეჭდილება დატოვა, თქვენზე გამარჯვებული კაცი იყო თუ ოდნავ გალახული და ნირწამხდარი. იმიტომ რომ მე ზუსტად ვერ ჩამოვყალიბდი რა კაცი იჯდა დღეს პუტინის სახით. ნირწამხდარი. სინათლე გითხრათ არ დაუპირებდი ვარ. სახეს საერთოდ ტელევიზიით არ მოყურებების გამოსვლით მხოლოდ ნიუსებს ვკითხულობდი. მისი პრესკონფერენციიდან სახეს ვერ დაიგივე პრინციპი. სახე ხო პრინციპი დაიგივე. მე საერთოდ დამჭა რომ ისინი თავარი საქმელი იყო, ხა თუ ქართულად ვიტყვით, დაახლოებით ასეთი ეგრე არ არის, თაყაო ჟერომამული დაყაო. ეს იყო მისი თავარი მესიჯი დასავლეთისთვის გაგზავნილი, რომ ანუ ეგრე არ არის თქვენ რო გგონიათო, ფაქტობრივად დაემუქრაკიდეს დასავლეთს, როდესაც განაცხადა რომ თქვენ დაგვიწესებთ სანქციებსო, კი ბატონო, მაგრამ ეს ურთიერთობებიო და ეკონომიკური და ყველაფერი ორმხრივია და მარტო ჩვენ არ დავზარალდებით, იცოდეთ რა, თქვენს დაზარალდებითო. მოკლედ მე არ დამჭა შთაბეჭდილება რომ ის წაგებაზე ფიქრობ და საერთოდ მე არ ვფიქრობ რომ იქიდან იმ რა 7000 ჯარისკაცის გამოყვანა გამოიყვანს თუ არ გამოიყვანს ამ ყველაფრის დასასრულია ჩემი აზრით. პირიქით აწი იწყება ყველაფერი ყირიმში. იმიტომ რომ ჩვენ არ დაგვაუწყდეს რომ 30 მარტს არის იქ რეფერენდუმი. არ ვადრეცო ესე თქვა იქ აქცია. არ ვიცით თუ არა ზუსტად ეხა კითხვის ფორმულირება როგორი იქნება იმ რეფერენდუმზე, მაგრამ საბოლოო ჯამში მე ჩემი აზრით ჩვენ ვიღებთ ყირიმის სახით კიდევ ერთ თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას პოსტსაბჭოთა სივრცეში. ეს ჩემი აზრია, ნახოთ რა მოხდება მარტში, 30 მარტს და ჩემი აზრით ეს სცენარი არის იგივე, რაც ხდება, თქვა, მოხდა ჩვენთან უკვე აფხაზეთში, რაც ჩვენ უკვე გავიარეთ 90-იან წლებში. ეხა იგივე ეს გავლა უწევს უკრაინას, თუ ყირიმი გამოაცხადებს
თვითგამოცხადებულ თქვა რესპუბლიკას დამოუკიდებლობას, მე უკვე პუტინი დაელოდება როგორი მოქმედებს კიევის ცენტრალური ხელისუფლება, თუ ის გადაწყვეტს რომ ძალით შეუშალოს ამას ხელი, მე ისიც უპასუხებს ძალით. როგორც აქ ხდება დაახლოებით ისეთი ვარიანტია. ჩემი პროგნოზი ასეთია რა. ჩემი პროგნოზი ასეთია, რომ ახლა იწყება ბრძოლა, იმიტომ რომ პუტინის როგორ თქვა, იცით, აი ამ პოსტსაბჭოთა სივრცეში გეგმა მაქსიმუმი აქვს და გეგმა მინიმუმი. გეგმა მაქსიმუმი იყო საბჭოთა კავშირის, ყოფილ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე გავლენის შენარჩუნება. თუ ამას მოახერხებდა, მოახერხებდა თუ არა, გეგმა მინიმუმი არის შემდეგ იმ ქვეყნებს, რომლებიც გავლენას კარგავს, იმათგან იმ ნაწილების გამოგლეჯვა, რომელიც სადაც არის პრორუსული განწყობები. ჩვენ გამოგვლიჯა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, უკრაინას ახლა თუ მთლიანად ვერ შეინარჩუნებს, გეგმა მინიმუმზე გადავალ, ისი გამოგლეჯვა შეიძლება, გამოგვლიჯავს მოლდოვას, გამოგვლიჯავს დნესტრისპირეთს და ასე შემდეგ. ამიტომ მე არ ვფიქრობ, რომ იქ ყველაფერი დამთავრდა ამ რაღაცა. და შედეგი შეგოძიებული რაღაც სახელმწიფო. ხო, არ ვიცი, რას მიიღებს, იმიტომ რომ მიერთებას არ ვაპირებო იძახის ყირიმისო, მაგრამ იმას არ ამბობს, რომ თუ ყირიმი დამოუკიდებლობას გამოაცხადებს და მე უკრაინა შეიძლება ჯარით შევიდეს, ხარს არ დაუჭერს. პირიქით, მე არც ჯარის გამოყენებას გამოვრიცხავ. ამიტომ ეს სცენარი თელობა იქნება, შედეგი ახლა იქნება, მე რასაც მითხავ. და თასულ აპელირებენ თუ შეაწყოთ აი კოსოვოს მაგალითად. ხო, ეს კოსოვოს მაგალითი ხო დღესაც გაიხსენა პუტინმა და ეს კოსოვო ცხრილში ამოადინა დასავლეთიდან. მე ვფიქრობ, რომ დასავლეთის მხრიდან ერთ-ერთი ყველაზე დაუფიქრებელი ნაბიჯი იყო კოსოვოს აღიარება. წარმოიდგენდი, რომ 3 წელიწადში საბჭოში არ იარსებობდა. ხო წარმოგედგინა. მე შეპატარა იყო 99 წელს მერაბი იმას აკისრა ერთ-ერთი წლის ვიყავი. არა, კოსოვო გასაგებია. იქ თვითონ ეს იქნება ენას ვალი არა, პუტინი რომ კოსოვოს იყენებს თუ მაგალითს თუ რაღაც არგუმენტს, ეს ერთია, მაგრამ ამ არგუმენტს რეალობასთან არ მერკავშირებს. კოსოვოს შეგავება. არა, მაგრამ ეს არის ფაქტი ხა. პუტინს ხა რაც ალბათოს ამშრობა კავშირი. პუტინი ამბობს, რომ თუ კოსოვოს კონდა თვითგამორკვევის უფლებაო, რატო არა აქვს სხვებს? თქვენ არ იცით და არც გაგეგებათ. და აი ესე. ამიტომ არასდროს არ მინდა ეთერში მოსვლა, იმიტომ რომ ელემენტარულად ნაბატიეთ უზრდელი ადამიანები. მე რომ შეიძლება ირაკლის ვკითხავ ვაჭაროდეს, ირაკლის ვერას ვკითხავ. თქვენ ვინც იფიქრებს იგივე ასე ძალიან მოკლედ ჩამოყალიბებ სათქმელს, ანუ პუტინი როგორ გამოიყურებოდა მას მნიშვნელობა არ აქვს, მეგონი არსებითი, იმიტომ რომ ცნობილი გამოთქმა რომ გადავიტანოთ პუტინზე, მას ტვინით ვერ გაიგებ. არ მინდა რუსალს გავუსწრო, მაგრამ მას ნამდვილად ეხება და ესეთი ავანტიურისტი ადამიანი როგორც ის არის, რაც გააკეთებს, არავინ არ იცის. უბრალოდ მე მინდა ვისაუბრო ჩვენთვის ნასწავლგაკვეთილებზე, ანუ ჩვენ რადასკვნე შეიძლება გავაკეთოთ აქედან და მე ვფიქრობ ძალიან ცუდი პრეცედენტი იქნება იმისა, რომ ქვეყნები, რომლებიც შეეცდებიან რუსეთის პოლიტიკური გავლენისგან თავი დააღწევენ ეკონომიკური გავლენისგან და სხვა მოდელს აირჩევენ, ისინი იქნებიან დასჯილები. ეს იმასაც ეხება, რომ თუ რომელიმე ქვეყანაში, რომელიც ახლა რუსეთის გავლენის სფეროდ მოიაზრება, მასთან დამთბარი ურთიერთობები აქვს, რუსეთი მას არ აპატიებს, იმ ხალხს არ აპატიებს ცვლილებას და ვფიქრობ, უკრაინის დასჯა სწორედ ეს იყო, ამას ემსახურებოდა. და დღეს იცით საქართველოს სტანდობა ევროკავშირის ევროკომისარი ბატონი ფულიკა ფართობის საკითხებში და მას დღეს ქონდა შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან და იყო ამ თემაზეც საუბარი, უბრალოდ როცა ქვეყანაში ხდება რაღაც დემოკრატიული პროცესების შეფერხება და რა გავლენა აქვს ამ დროს რუსეთს და მან პირდაპირ გითხრა ყველას, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ უცხო ძალა ისარგებლებს თქვენს შორის დაპირისპირებით და ამით ჩამოგაშორებთ ევროკავშირისკენ სვლას, ეს კი იქნება ინტერვენცია, მაგრამ ეს პირველ რიგში იმას მიუთითებს, რომ ესეთი საზოგადოებები არის გახლეჩილი და მაინც შიგნით არის პრობლემა და ამიტომ ჯერ შიგნით პრობლემების მოგვარებას უნდა ვიმუშავოთ. მე ვფიქრობ, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მინიშნება. რასაც შევხედოთ, რას აკეთებს პუტინი, ხო? ის იწყებს ვთქვათ, გამოყოფის მოძრაობებს ან ააბუნტებს ადგილობრივ ხალხებს იქ, სადაც ან რაიმე ხელშეკრულებით აქ ხელმისაწვდომობა, ან ძლიერია მისი გავლენა პოლიტიკურად, ეკონომიკურად, ეთნიკურად. ეს ხდებოდა აფხაზეთში, რატო დაიწყო ყირიმიდან ეს, ხო, სადაც ყველაზე მეტ ესეთი საფრთხეები ჩვენთან ყოველთვის ძალიან დიდია. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, დღეს ისე როგორც არასდროს რაღაცნაირად მოგვიწევს შიდა შეუთანხმოების გვერდით გადადება, იმიტომ რომ საფრთხის, ვთქვათ, ზედაზღვარი ძალიან ამაღლებულია. და საფრთხე იმაზე უფრო მეტია, ვიდრე ჩვენ შორის დაპირისპირება. არ უნდა ვწერდეთ პრემიერ-მინისტრის მაპატიეთ ჩართული წინადადების პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს
როგორიც არ უნდა იყოს პრემიერ-მინისტრი და ვერ ღებულობდე, არ უნდა წერდე თეთრ სახლში თუ გოსდეპარტამენტში საქართველოს მთავრობის მაგინებელ წერილებს და უკაცრავად დანოსებს, როდესაც იქ არის საქართველოს დელეგაცია საქართველოს ინტერესების დასაცავად ჩასული. დანოსების სპეციალისტები ოსნების ხალხია, რასაც წერდნენ სააკაშვილზე, ომი დაიწყო საქართველოსო. ომი არც ოცნება საქართველოს ანტინაციონალიზმის აქ მართლა პრობლემაა, რომელზეც უნდა ვიმსჯელოთ. კარგი, გიორგის მოусმინოთ და ბატონ გიორგისთან თავდგირიძესთან მექნება სამხედრო თვალსაზრისითაც მაინტერესებს გატრონული კი არის უკრაინა, მაგრამ გატრონული რო არ იყოს მოგერიების რა შანსები აქვს, ესეც მაინტერესებს და 48 მილიონიანი ქვეყანაა და სამხედრო შეიარაღების წარმოებელია სხვა თუ არაფერი, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვას. მაგრამ ეს ჯერჯერობით ესე ჩუმად უყურებს როგორ ძველბიჭობენ რუსი სამხედროები, მართალია ესენი ამოსაცნობი ნიშანმოხსნილები არიან. გიორგი, თქვენზე რა შთაბეჭდილება სტოვებს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მე პირად ვერ ჩამოვყალიბდი. ჯერტი რამდენად სათანადო იყო საერთაშორისო ორგანიზაცია, საერთაშორისო თანამეგობრობის, ასე ვთქვათ, რეაქცია, რამდენად ადეკვატური იყო. ამერიკელ მიმომხილველთა კრიტიკული მოსაზრებები წავიკითხე BBC-ზე და ობამას აკრიტიკებდნენ, რომ თვითკმაყოფილია, საკუთარი ლამაზი და ისეთი ეფექტური განცხადებებით არის კმაყოფილი და სინამდვილეში ამ განცხადებების მიღმა არაფერი არ დგას, როცა აშკარად ძველბიჭობს ეს ვლადიმერ პუტინი და პოსტსაბჭოთა სივრცეზე იქცევა ისე, როგორც ვერავინ ვერ წარმოიდგენს. ტელევიზიები ამას არ აჩვენებენ. არც სოციალური ქსელები არ იმეორებენ იმას, რასაც ლაპარაკობენ, თუნდაც ობამაზე უცხოელები. ეგონი ხელმისაწვდომობა სოციალური ქსელების უნიკალურობა იმაშია, რომ აქედანაც გვაქვს ხელმისაწვდომობა ინფორმაციაზე ძალიან მარტივად. მე ცოტა აი 8 ადამიანის ხედავთ, რომლებიც სტუმრათა ვართ თქვენთან დღეს გადაცემაში და ფაქტობრივად შეფასებები, რომლებიც მოვისმინეთ, იდენტური აბსოლუტურად არ ყოფილა არც ერთის. ყველას გვაქვს რაღაც განსხვავებული შეხედულებები და დავეთანხმები ირაკლისაც, ბატონ მამუკასაც, ძალიან ძნელია პუტინის განცხადებით ან მისი დუმილით ამოიცნო მისი მომავალი ნაბიჯები, იმიტომ რომ ის ყოველთვის მოქმედებს ერთი რამ რაც შეგვიძლია ვთქვათ, ის ყოველთვის მოქმედებს აუღევლებლად, მოქმედებს ნელა და აი გონია რომ ამას ვერ გაბედავს, ამას არ იზამს, ყოველთვის ამას ბედავს და აკეთებს. ეხლა რისი გადახდა უწევს, ჩვენ ყველას ჰქონდა განცდა რომ 2008 წლის საკუთარი ქმედებების შემდგომ, რაც მან საქართველოს გაუკეთა, მას მოუწევდა გარკვეული, ვთქვათ, საზღაურის გადახდა. მაგრამ მე ვფიქრობ, მე პირადად რაღაცა იმედები შედარებით გამიცრუდა. ამის გამო მან დიდი სასყიდელი ამისთვის არ გადაიხადა. ახლა მე ვეთანხმები მერაბის მოსაზრებას, რომ ყირიმში ახლა იწყება ყველაფერი, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ თითქოს და ის აი ომის სიტუაცია განმუხტულია, თუ კი ესე შევხედავთ, სამხედრო დაპირისპირება შეიძლება თავიდან ავიცილეთ, მაგრამ ყირიმი საჯდაო ქვა იქნება ყოველთვის დასავლეთსა და რუსეთს შორის და ეს კარგს არაფერს მოუტანს უკრაინას. მაგრამ უკრაინას უნდა დაეთმო თუ არა დასავლური არჩევანი ყირიმის სანაცვლოდ, ანუ ყირიმთან ერთად ყოფნის გამო, თუ კი ესე შევხედავთ ამ საკითხს, ბუნებრივია არჩევანი, რომელიც უკრაინამ გააკეთა, მე ვფიქრობ, ბევრად სწორი და მართებულია და შორეული. მე ვგულისხმობ რას, ანუ კონფლიქტის სანაცვლოდ ყირიმში უნდა გააკეთებინა, ანუ შეეჩერებინა თუ რა ეს არჩევანი, ჩვენ მოვისმინეთ კიდეც მაგალითად, ერთ-ერთი ქართველი ადამიანის მოსაზრება იყო პარლამენტარის, რომ უღირდა კი უკრაინასო 2 წლის ლოდინათო დალოდებოდა 2 წელი მოკეთ იანუკოვიჩის წასვლა და შემდგომ მუხტარიყო ეს ცვლილებები, ანუ 2 წელი დალოდებოდა, ესე ვთქვათ, იანუკოვიჩის ტყობას რუსეთის ხელისუფლებასთან. თან ახლა უკრაინას როცა ვადარებთ, საქართველოს აქ აბსოლუტურად განსხვავებული შემთხვევებია, ჩვენ შეიძლება ძალიანაც არ მოგწონდეს ის რაც 2003 წელს მოხდა, რევოლუციას გულისხმობ, ან მოგწონდეს. მე ვფიქრობ, რომ 2003 წლის რევოლუცია იყო ქართული საზოგადოების უარი გარკვეულად საბჭოთა წარსულზე. ჩვენ 2003 წლის რევოლუციამ ბევრი რამ მოგვიტანა, ბევრ რამის სხვანაირად დაგვანახა. გულისხმობ, რომ იგივე ყოფითი პროგრამა, მაგალითად კორუფცია დაბალ დონეზე, რასაც ამას ვაპარაკობთ, ეს პრობლემები უკრაინაში ყოველდღიურია. დღეს თქვენ ჩახვიდეთ, ნახოთ იქაური მილიცია, ნახოთ იქაური მომსახურების სერვისები, აი გუშინაც რო ჩასულიყავით და გენახავთ, თქვათ, ეს იყო ყველაფერი კორუფციულ სქემაზე დაწყობილი. ჩვენთან ეს რაღაც გადავლახეთ, საზოგადოებამ ერთი ნაბიჯით ამის საბჭოთა წარსულს მოვშორდით. ეს სწორედ საზოგადოების პროტესტი იყო. რაც შეეხება შეფასებებს, ჩვენ უნდა შევხედოთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატებში უკაცრავად გაწყვეტილ პუტინმაც და კორუფციასა დაკავშირებით, იანუკოვიჩი და დამარცხა, რომ კორუფცია ყვაობდა უკრაინაში. ჩვენთან ესეთი კორუფცია არც კი დაგვესიზმრება ისეთი. აი თავარი შეცდომა, მე ვფიქრობ, უკრაინის პირველი რევოლუციის შემდგომ უკრაინის პირველი რევოლუციის შემდგომ თავკოცა კუჩმა ჩანაცვლა, მე ვფიქრობ, თავარი შეცდომა ის იყო, რომ სახელმწიფომ არ დაიწყო ზრუნვა ამ ესე ვთქვათ
ჯერ იანუკოვიჩის ხელისუფლებაში მოსვლამდე გულისხმობ პერიოდს, იუშენკოს პერიოდს, არ დაიწყო მაქსიმალური ზრუნვა, რომ ინტეგრაცია, რეინტეგრაცია, ასე ვთქვათ, რუსული მოსახლეობის მეტად მომხდარ იყო დასავლურ ნაწილთან უკრაინის, ხოლო იანუკოვიჩმა პირიქით ამას ხელი შეუწყო, რომ ის ყოფილიყო, მისი დასაყრდენი ყოფილიყო ყოველთვის აღმოსავლეთი ნაწილი უკრაინის, სადაც ეგ ვთქვათ, რეგიონების პარტია გაცილებით ძლიერი იყო და ამას ხელს უწყობდა. აი საერთაშორისო შეფასებებს რაც შეეხება მოკლედ ვიტყვი, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა სახელმწიფოს პირველ რიგში ამოძრავებს საკუთარი ინტერესი. ეს საკუთარი ინტერესი არის მათთვის პირველადი წამყვანი და შემდგომ რაღაც გლობალური საკითხები, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში მაგალითად მხარი დაუჭირეს ობამას ერთხელ და მეორედ, ამერიკის მოქალაქეებმა არჩევანი გააკეთეს, ეს ვთქვათ, რო შევადავთ, ხო, მაკეინი იყო, თქვა ბოლო არჩევნებზე, ხო, კონკრეტულად მაკეინი იყო, რომელიც რაღაც სოფლიო წესრიგში ამერიკის პირველობას როლს ხედავდა განსაკუთრებულად და ეს იყო მისი განცდა და მესიჯი საზოგადოებისთვის ჩვენ ვიქნებით სოფლიო წესრიგის ერთ-ერთი მოკარნახე, მაგრამ ამერიკელმა მოსახლეობამ ამჯობინა ლიდერი, რომელიც ეუბნება, რომ ეს სოციალურ საკითხებს უკეთესად დაგირეგულირებ ამერიკის შეერთებულ შტატებში. როცა ლაპარაკობთ გერმანიის ლიდერზე, ხო, ეხლა ჩემთვის როგორც საქართველოს მოქალაქეთვის ძალიან ცუდი არის ის მესიჯები, რომელიც ჩვენ გვესმის ხოლმე გერმანიის ხელისუფლებისგან, მაღიზიანებს, იმიტომ რომ მე დასავლეთისგან მეც მოველი. მაგრამ ის პრაგმატულად უყურებს ამ საკითხს, რა არის მისთვის გერმანიისთვის ჯერ უპირველესი და შემდეგ ხარ თუ არა შენ მისთვის ესე ვთქვათ მნიშვნელოვანი. ამ კონტექსტშიც უნდა შევხედოთ ხოლმე მე ვფიქრობ ამ საკითხებს და ჩვენ როცა საქართველოს მაგალითზე ვლაპარაკობთ, ჩვენ უნდა დავუმტკიცოთ ჯერ დასავლეთში, ჩვენ ვართ ღირსეული ნაწილი დასავლეთის, ჩვენ ყველაფერს გავიგებთ, როგორც ვთქვათ, უკრაინელმა ხალხმა გაიგო დასავლეთისთვის და შემდგომ შეგვიძლია მოვითხოვოთ მათგან ესეთი მხარდაჭერა. და რას უზამენ დღეს მოვიდეთ ბრიტანეთის ხელისუფლების გარდიანში იყო ხო პოზიცია, რომ ის არაპირებს შეუერთდეს სანქციებს, ფინანსურ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და ის გახსნილად ტოვებს საკუთარ სივრცეს რუსი ინვესტორებისათვის. ხო, იმ ფონზე როცა ამერიკის შეერთებული შტატები მაგალითად ტელეგრაფში და გარდიანში იყო. ბრიტანეთმა. ტელეგრაფში პირველი იყო, რომელმაც განაცხადა. მაგრამ დღეს გარდიანმა და ტელეგრაფმა ორივე ხო ვადაიმო თვალყურს მიდგომაზე თანახმარიან, მაგრამ ისო ფსიან, მაგრამ არა, ხო, კი. და სხვათა შორის უფრო ეფექტური რომელია, კიდე საკითხავია, იმიტომ რომ პიროვნებას უარტყა, უფრო ეფექტურია თუ თლიანად რუსეთის ეკონომიკას, ეგ მეორე პრობლემა, იმიტომ რომ რუს კიდევ თორე პუტინი არ არის მარტო ჩვენი პრობლემა, პუტინი არის პირველ რიგში რუსეთის პრობლემა. პირველ რიგში რუსეთის პრობლემა, ამიტომ ეგ უკვე არის თორე პრობლემა რუსეთში აღტაცებულები არიან პუტინის და პუტინის. აი რუსები არიან ერთმანეთის წესად სწორად აღნიშნა, რომ და ყავს ვინც ყავს. არა, რუსეთი მე ვფიქრობ ყველა სახელმწიფოში ყავს ის ვინც უნდა მესმის და ვისი ღირსებიც არიან, მაგრამ პრობლემა ისე რუს თუ აი ეს მენტალიტეტი იმპერიული, ხო? უფრო წინა პლანზე დგას, ვიდრე თუნდაც იგივე კუჯზე გამავალი პრობლემები, ხო? ეხლა ეს ცნობილი მოვლენაა, რომ BLC ფილმი დაუშვათ რაღაც აყურებენ სანახაობა და შეგიძლია არაჭამო. რუსის გარდა ეს ჩვენთან ამ დონეზე არ არის, ეხლა ჩვენ გავაკეთეთ ეხლა იმპერიალიზაცია ნადათ არ გვაქვს, ეხლა შეიძლება ხო, მაგრამ ამ შემთხვევაში დღეს ვიძახოდი. რუსეთის ხელმძღვანელობა არა, ერთმანეთს შეიძლება ერთი რაღაც სამოდა. ჩვენი თავი პრობლემა ხა დღეს მაგას ვიძახებ, იმიტომ რომ როდესაც მესმის, რომ ეცეთა ჩვენ არ ჩავერიოთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, იმიტომ რომ იქ იყო რეკომენდაცია სხვათა შორის, რომ მეც რომელსაც სულიად ვეთანხმები, რომ ამ პრეზიდენტი, ამ პრემიერ-მინისტრი, როგორც იუშენკო იყო ჩამოსული, ჩასულიყო ზავშოთ გამოსასოლიდარობის ნისად. და მესმის ამ დროს კომენტარები საკმაოდ მრავალრიცხოვანი, რომ ჩავა თუ არა გამოიხედავს და თბილისში დახვდება პუტინი. აი ეს მაღიზიანებს და ეს არის ალბათ ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა, იმიტომ ჩვენ გონია რომ საკუთარი საპირფარეშიდან პუტინის სასწრაფოდ ივანუშკა თუ არ გაიტანს უნიტას, ჩვენი პრობლემა ეს არ არის, მაგრამ ჩვენ გავაკეთებთ რომ 300,000-ზე მეტი დევნილი ყავს. უკვე ის ხო ჩვენი პრობლემა, ანუ თუ ჩემ ოჯახში არ შემოვიდა და ბოდიში და მე არ მომატანა და ჩემ ოჯახს შევაწყობა, ჩემი უნიტაზი არ წაიღო, იმენდა ბოდიში რატომ ხემაწყობებით, ხო? ეს ჩემთვის არაფერი არ არის და ის რომ ეს ხალხი არ გვიზეს და ისინი ხო ჩვენ ის ხო სახელმწიფოა, ისე როგორც ჩვენ, აი ეს არის და ამაში ხედავ მე პრობლემას და ასხანად არ გამოვა რა, დღეს ჩვენ ვართ როგორც უკრაინა და ერთს ვიტყვი და მეც აღაში გაწუხეთ, აქ იყო საუბარი შედარება 2008 წელთან, ხო? ეს შეუძლებელია თუნდაც სამხედრო თვალსაჩინო შეადარო ხა ჩვენთან შემოვიდნენ და სულ მანძილი საიდან შემოვიდნენ თბილისამდე არის 122 კილომეტრი თუ რაღაცა ყირიმში რო შევიდეს ხო იქ დაჭირდება სულ რომ გზა გაუხსნა ხო შეიძლება თქვენ დაჭირდეს თავის ინფრასტრუქტურით რომ მიაღწიოს კიევამდე ამიტომ ეხლა რეაგირებაზე ჩვენ რეაგირება გავაკეთეთ მაშინ და დღეს უკრაინამ
კი ისწავლეს იმათმა ჩვენც უნდა ვისწავლოთ რაღაც შეცდომებს ყველა უშვებს საერთაშორისო თანამდებობებმაც ისწავლა და ჩვენი გამოცდილების გათვალისწინებით ეგრევე ჩაერია მყისიერად მაგრამ ხა ჩვენ თავს ნუ დავაბრალოთ თუ ჩვენ ყველაფერი სუბიექტივად ჩვენი გამოცდილება გაიზიარა და იმიტომ მყისიერად ჩაერია კი ქალბატონო ნამდვილად ესეა სადღაც სწორი იყო სიკოსკი ასე სწორი იყო რომ არა სიკოსკი სხვა რაღაცა იგულისხმება ქალბატონო სხვა რაღაცა იგულისხმება სიკოს მე სიკოს ადვოკატი არა მაგრამ იმან იგულისხმება სხვა რაღაცა როდესაც ისინი შემოდიოდნენ საქართველოში ჩვენ მე მახსოვს 2008 წლის 2007 წლის დეკემბრიდან მოყოლებული ყველა საერთაშორისო პროგრამა ვიძახით რომ იქნება ომი ყველგან ახლა მე ვარ ამის მოწყვეტა მე შემიძლია ამას დავიფიცო მოგიტანოთ მაგალითები ქაღალდზე განახოთ ჩანაწერები განახოთ რო ნახეს რომ ამის არ ჯეროდათ მაგრამ ბოლოს დადგა ისაც დადგა ეხლა უკვე დღეს უკრაინის შემთხვევაში სულ არ ეფიქრა პუტინს მართა რაღაცის გაკეთებაზე ალარმიზაცია საერთაშორისო თანამდებობაში საკმარისი იყო იმიტომ რომ იმათმა იცოდნენ რომ პუტინი არის არაპროგნოზირებადი და მისგან ყველაფერი მათ შორის კიევზე შტურმით წასვლაც მისაღები კარგი გიორგი დაასრულოს რეკლამა და შემდეგ მოკეთ აი მაგალითის შედარებით რა უშავს მაგალითად შედარებით საქართველოს ურთიერთობა საქართველოს შემთხვევა და რუსეთის შემთხვევა ბევრი საერთო აქვს ამ ორივე შემთხვევას და აქვს ბევრი განსხვავებაც ახლა იმიტომ ისტორია ქონდა აბსოლუტურად განსხვავებული ჩვენთან უკვე კონფლიქტი არსებობდა ომი ჩვენთან დაწყებული იყო 90-იანი წლების დასაწყისიდან გულისხმობ როგორც სამაჩაბლოს სისხლი იყო დაღული კი ბატონო ასევე აფხაზეთს ამ ტერიტორიულ ერთეულებში ესე ვთქვათ არსებობდნენ de facto სეპარატისტული ხელისუფლებები და კონფლიქტის გაღვივების ვთქვათ ხელახლა გაღვივების ესე ვთქვათ საშუალება რუსეთს გაცილებით მარტივად ქონდა იმიტომ რომ იქ ფაქტობრივად შეიარაღებული ძალები ორივე მხარეს იდგა და გასროლები სისტემატურ ხასიათს ატარებდა. ეხლა როცა ვადარებთ უკრაინას, რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, რომ სწორედ უკრაინამ ქართული გამოცდილებით ზედმეტი ტყვია არ გავარდნილი იყო, იმიტომ ამ შემთხვევაში რუსეთი დაიწყო ფართომასშტაბიან აგრესიას, მოითმინა და ითმინა ბოლომდე. ხო, დათმო ნაწილი ტერიტორიულ ბაზებიც კი დათმო ნაწილი, იმიტომ რომ ტყვია არ გავარდნილი იყო. ამ შემთხვევაში უკრაინამ მე ვფიქრობ, აბსოლუტურად სწორად მოიქცა და ცალსახად მჯერა და წვენა მაქვს, რომ სწორედ ქართული გამოცდილებით სააკაშვილსაც რომ თქვათ ასეთი ტაქტიკა ერჩია შეიძლება უფრო უკეთესი შედეგი გქონოდა. კი, მაგრამ ეს სპეციალური შემოვიდა. შემოვიდა არავინ არ იცის. ეს რა სააკაშვილთან მიმართებაში ჩვენთან ეს ტყვის გავარდნა ურუხევი ტყვის გავარდნა ყოველთვის იყო. ხო, მაგრამ ეს იყო წლების განმავლობაში იყო ეს. ისინი გვესროდნენ, ჩვენც ვესროდით და ესე გრძელდებოდა. მაგრამ ცხინვალზე შტურმით არასდროს არ წავსულვარ. ეგ სხვა თემაა. მოგისურვებ იქ ერთ ტყვის არ გავარდნა. იმათ არ და 100 მმ-იანი აკრძალული ისინი კალიბრის ჭურვები არ უსურიათ ხალხი. გრადებით უპასუხეთ აგერ. მე ვფიქრობ რომ ამ კუთხით უკრაინა ქალაქის დაბომბვა დაიწყო და გავასწორეთ მიწასთან 7-ში დილას. 6-ში უკვე ელენე თევდორაძეს თუ დავაყნობდა იაკობაშვილს, ისინი ურეკავდნენ სააკაშვილს და ეუბნებოდნენ რომ ცარიელია ქალაქი, არავინ არ არის, მარტო სამხედროები არიან რუსები დადიან აქეთ იქით. სააკაშვილმა უთხრა დაბრუნდით თქვენი საქმე არ არის 7-ში დილას დავიწყეთ ცარიელი ქალაქის დაბომბვა. კარგი, რეკლამა და რეკლამის შემდეგ განვაგრძობთ გასა. ამ დაძნებული არ იყო მთავარი. ბარიერი დაბრუნდა კავკასიის პირდაპირ ეთერში ასე მოულოდნელად დაბრუნდით. გიორგი თავდგირიძეს მსურს კითხო. ორი შეკითხვა მექნება სამხედრო თემაზე. პირველი წუხელი იყო ყველაზე დაძაბული მომენტი, ალბათ არ ვიცი აწირა იქნება, მაგრამ წუხელ საღამოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ შავი ზღვის ფლოტის სარდალმა რუსეთის უკრაინის შავი ზღვის ფლოტს ულტიმატუმი წაუყენა რა დილის 5 საათამდე თუ არ დაყრეთ იარაღს შტურმი დაიწყებაო და ნუ მე ამის 5 საათამდე ვერ გავკაჩე, მაგრამ სადღაც 60 საათამდე თუ აკურს ვადევნებდი და არ დაწყებულა. და აი ყველაზე დაძაბული მომენტი იყო და იქ საინტერესო მომენტი იყო უკრაინელი მეზღვაურები და ოფიცრები როგორ კაცურად და ღირსეულად იქცეოდნენ. ნაწილი კი რაღაც ვიგინდა რა ბერიზოვსკიც იყო, თლა სარდალი რომ იყო. მაგრამ შტურმი არ დაიწყო. რა შესაძლოა უკრაინა არის მობილიზაცია კი გამოცხადებულია, იქ კომისარიატებში უამრავი უზარმაზარი გებია, მაგრამ რა შესაძლებლობები და რა შანსი აქვს? აი წმინდა სამხედრო თვალსაზრისით ეხა ომში თეორია წინასწარ ეგრე არ ხდება ხოლმე წინასწარ თეორიას რასაც გათვლი მე შეიძლება სულ სხვაგვარად წავიდეს. ეს ერთი და სააკაშვილი და 2008 წლის ომი. რამდენად სწორად იქცევა ახლა უკრაინის ხელისუფლება, თუნდაც იმით რომ შეტევაზე არ გადადის თუ წესახსნის და უფრო აგრესიულად არ იქცევა და ქონდა თუ არა მაშინ ადეკვატურად მოვიქეცი თუ არა თქვენი აზრით იმის 2008 წელს სააკაშვილი ადეკვატურად მოიქცა თუ არა ან ამ კორცნებს ჩვენც პასუხი გავეცით უფრო პასუხს დავიწყებთ უბრალოდ მე მინდა აღვნიშნო რომ ირაკლი და გიორგი რატო ასასიამოვნო მათთან კამათი რომ მეთოდურად უდგება შეიძლება არ დავეთახო მაგრამ ქართველებმა უნდა მივეჩვიოთ გარკვეულ
ცნებითი აპარატის შემუშავებას როცა კამაც ვიწყებთ, იმიტომ რომ ფაქტიურად ჩვენ ხშირ შემთხვევაში ერთნაირად ვლაპარაკობთ, მაგრამ ემოციას იწვევს ის, რომ ინტერპრეტაცია ან რაღაც მახვილი სხვადასხვანაირადაა დასმული. და ძალიან სასიამოვნოა, რომ საზოგადოებაში ხდება ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ამა თუ იმ პრობლემას. შეიძლება დავეთანხმოთ, არ დავეთანხმოთ, მაგრამ მეთოდოლოგიური მიდგომა აქვს და არა ემოციური და ადვილია კამათი მათთან, იმიტომ გესმით მათი ენა და შენს შეიძლება იგეთ ესევე უპასუხო. რაც შეეხება ხა ძალიან მარტივად რა ვთქვათ, ყველა ომს აქვს თავის კანონზომიერებები. აი გამონაკლისი ბუნებაში არ არსებობს თუ რაღაც აი იშვიათი გამონაკლისის გარდა. ამიტომ ძალიან ადვილია ომის წინა პერიოდში გარკვეული პროგნოზის გაკეთება, ივარაუდო ძალიან მაღალი ალბათობით დაიწყება თუ არ დაიწყება, ომის მსვლელობაც გარკვეულწილად თუ რა ხდება და როგორა კონფიგურირებული შეიძლება გამოიცნო და შედეგებით შეიძლება ასე თუ ისე გამოცნობადია. ამიტომ აქედან გამომდინარე უკრაინასა და რუსეთს შორის არანაირი წინაპირობა არ ყოფილა, არანაირი ინდიკატორი არ ყოფილა, რომ გვევარაუდა ომი დაიწყებოდა. შემთხვევით აი არ ხდება, არ მახსენდება მაგალითად როცა ომი იწყება შემთხვევით. ყველა ომს აქვს წინა პერიოდი, რომელიც ამზადებს ომს. ისე როგორც 2008 წელს ქონდა წინა პერიოდი, როცა ორივე მხარეს უნდა ომი. ერთია რომ ამ ომის მთავარი მაპროვოცირებელი იყო რუსეთი და რუსეთი ქონდა ისეთ პირობას, რომ საქართველოს იძულებული იყო გარკვეულწილად ადეკვატური ნაბიჯები გადაედგა და როცა მას აღმოაჩნდა ემოციური ლიდერი თუ ამბიციური ლიდერი, რომელიც ფსიქოლოგიაზე შეიძლება ადვილად ზემოქმედება, მან საქართველოს წამოიკიდა. თუმცა ისე როგორც გერმანიასა და საბჭოთა კავშირის შორის, საბჭოთა კავშირი თვითონ აპირებდა გერმანიაზე თავდასხმას, მაგრამ ისეთი წინაპირობა შექმნა, რომ გერმანია იძულებული გახდა პრევენტული დარტყმა გაეკეთებინა 21 ივნის. დაახლოებით ესეთი რაღაცა იყო, რომ საქართველოს იმ დროს დაარტყა რუსეთს, როცა რუსეთი ამას არ ელოდა. თუმცა რუსეთი თვითონ ამზადებდა ამ ომს და ყველანაირად ხელს უწყობდა ამ ომის დაწყებას. აქედან გამომდინარე, ცოტა ძნელია პარალელების გავლება. აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაცია. აქ რუსეთს და საქართველოს ორივეს უნდოდა ომი, იქ არც უკრაინას და არც რუსეთს ომი არ უნდოდა. უბრალოდ იქ ხდებოდა აწყობილი პოლიტიკური კონიუნქტურის ჩამოშლა მოხდა, რომელიც მოულოდნელი აღმოჩნდა რუსეთისთვის და მისი პასუხი იყო ექსპრომტი, ეს არ იყო გააზრებული სტრატეგიის შემადგენელი ნაწილი. შეიძლებოდა რა თქმა უნდა ეს ომში გადაზრდილიყო, იმიტომ რომ ფაქტიურად წარმოიშვა ძალიან მოულოდნელად იანუკოვიჩის ეს მარტივად და სწრაფად ჩამოშლას არავინ არ ელოდებოდა. ამჯერ შეთქმულების თეორიის რო ეს დასავლეთის ინსპირირებული ესე იყო პროცესები განვითარდა ისე როგორც განვითარდა ბუნებრივი ლოგიკიდან გამომდინარე. აქედან გამომდინარე იყო რა თქმა უნდა ხიფათი, მაგრამ ლოგიკას იმ ალგორითმებს და ესე ვთქვათ თუ მოვარგებთ კანონზომიერებას, რომელსაც ომის დაწყება იზომება, პრინციპში მოხდა დამთავრდა ისე როგორც დამთავრდა, ანუ ომი ფაქტურად არ მოხდა. ეხლა რაც შეეხება ომის შემთხვევაში ამდენად დიდია უკრაინელების შანსი. დღევანდელი შეფასებით არც რუსეთის არმია და არც უკრაინის არმია არ დგას იმ სტანდარტებზე, რომელსაც მათი ქვეყნები მათ უყენებენ. რუსეთს არ შეუძლია თავის უსაფრთხოების უზრუნველყოფა მთელ ტერიტორიაზე, თუ ესე გადავხედავთ, ისე როგორც უკრაინას არ შეუძლია თავისი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა სამხედრო პოტენციალით. რუსეთს შეუძლია კონკრეტული ერთი ლოკალური ოპერაციაში მობილიზაცია გაუწიოს თავის შერეღებულ ძალებს და გარკვეულ გამარჯვებას მიაღწიოს, თუმცა პოტენციალი ხანგრძლივი ომისთვის, მით უმეტეს თუ მის მოწინააღმდეგეს ეყოლება ისეთი ძლიერი ფინანსური რესურსის და სხვა რესურსების მატარებელი ქვეყნები, როგორც არის დასავლეთ ევროპის ქვეყნები და ამერიკის შეერთებული შტატები, ის აუცილებლად წააგებს ამ ომს, დროის ამბავია. ხოლო რაც შეეხება ამ დახმარების გარეშე დარჩენილი იყო უკრაინა, როდესაც იბრძვის საკუთარი ქვეყნისთვის, როდესაც სამართლიანია ომი, იქ ირთვება მომენტი, როდესაც ხდება არმიის გარდაქმნა, ანუ რეგულარული არმია გარდაიქმნება სახალხო ლაშქრად თუ სახალხო არმიად, როცა პატრიოტიზმი იწვევს სხვა мотиваციას. იქ ოფიცრები, ახალი ოფიცრები წამოვიდოდა წინ, რომელიც შეიძლება ისეთი განათლებულები არ ყოფილიყო, როგორც სტანდარტი მოითხოვს, ჯარში მივიდოდა მოხალისეების დიდი ნაკადი, რომელიც თავიდან შეიძლება არ იყვნენ ისეთი გაწვრთნილები, მაგრამ შემდგომში ესეც დაიხვეწებოდა, მაგრამ ფაქტიურად 40 მილიონიანი ერის დამარცხება, ისე რომ იქ არ ყავდეს პოლიტიკური საყდენი, წარმოუდგენელია. მეორეა თუ ამ ერს გახლიჩაო დაანაწევრებ, იქ წარმოიქმნება ძლიერი პოლიტიკური დაჯგუფებები, ისინი იბრძვიან ერთმანეთს, ეს ამ თავი ომის მოგების ხელოვნება შექმნა მეხუთე კოლონა. მეხუთე კოლონის გარეშე ომის მოგება საკმაოდ ძნელია. თვით სტალინმაც კი ეს ფაქტურად ვერ მოახერხა. კარგი, ბატონო,
საქართველოს რუსეთის ომთან დაკავშირებით აი ამდენი წელია გვესმის ეს თემა და ვერ შევთანხმდით საზოგადოება ვინ დაიწყო და მინდა მეტაფორა მოვიტანოთ ერთხელ სამუდამოდ ჩემთვის მაინც გაიგეთ და ქართველებმა რომ დავიწყოთ ილექტრი ამოხდა არა გეტყვით ხავს მაგალითს ვიტყვი აი წარმოიდგინეთ მეტაფორა ესეთი რომ დიდ ვირს უჭიროს პატარა ბიჭი და ყურებით ყავს დაჭერილი და ცემს ხან პანჩურს უთხოვს თან ყურებით უჭიროს და ამ პატარა მან სხვების დადანაშაულება მაინც უსინდისობა მიუხედავად იმისა ამ პატარამ როდისცა და გასხლტობა ხო დიდისგან ანუ ნებისმიერ სფეროს არ მხოლოდ პოლიტიკას ეხება, აი სოციალურ სივრცეშიც ხო სხვერპლის დადანაშაულება ყოველთვის უფრო ადვილია და ეხლა მაინც ამდენი წელი გავიდა რა მნიშვნელობა აქვს პირველი ფეხი ვინ გაიქნია როცა ჩვენ ზუსტად ვიცით ვინ არის მთავარი მოძალადო სტრუქტურულად ის ხელში ყო არა ამაზე დავთ ზუსტად არ ვართ შეთანხმებული ეს უკა ქვეყანა გაზდა მოსახლე არავინ არ დაუს მაგაზე ხარო ომი ვინ დაიწყო თავიდან აცილება შეიძლება შეიძლება ჯერა უფრო ჭვიანურად მოქცევა ამაზე და არა რატო უყურებით ვიღაცას ხელში უჭირავ ხარ შენ ამ დროს არ გაქვს ფსიქიკური არა მაგაზე არ ვფანუ ირაკი მარტივი მაგალითი გიორგი ბრწყინვალე გაიხსენე გიორგი ბრწყინვალემ მონღოლებს შეაქნევინა ქართული იმპერია ხო მარტივია იმ დროს და ზუსტად იმ მომენტში გიორგი ბრწყინვალე იყო კოლაბორაციონისტი იდეაში კი თავიდან ხო ეგრე ჭამდა ხალხმა ბრწყინვალე უწოდა კოლაბორაციონიზმის გამო არა იმიტომ რომ იმპერია შექმნა საბოლოო ჯამში ის თქვა მინდოდა რომ ეგ არის ხელოვნება ხო ხედავად იმისა თუ რა იყო წინაპირობები მე მგონი ეს თემა ეს წიგნის ეს პროცესი რაღაცნაირად უნდა დაუხუროთ და შევთანხმდეთ საზოგადოება რომ ჩვენ ვიყავით მსხვერპლი ჩვენი იმ შეუძლებლობის ხო ჩვენ ვერ ვიქნებოდით გაწონასწორებული ვერ მივიღებდით საახ გადაწყვეტილებას იმიტომ რომ ჩვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ყურებით ვეჭირეთ ვიღაცას და ძალიან ძინო მდგომარეობაში ვიყავით მაგას არ დაგეხმარებით დავით აღმაშენებელს საერთოდ ერთი ხმალი ქონდა სხვა არაფერი იქაც იმპერია შეიქმნა მესმის უბრალოდ უკრაინასთან ანალოგი მგონია უსამართლო იმიტომ რომ მაგამდე ხა თქვენ მესმის არა უტრირებას ვახდე რა თქმა უნდა მაგრამ ნამდვილად უტრირება ხა კიდევ ხო ვიმეორებ ხა ელემენტარული მაგალითია ხო ყირიმში შესული რუსეთის არმია რომ შესული იყო და პუტინს მიეო გადაწყვეტილება ეგ სამხედრო ოპერაციის თუ ინტერვენციის დაწყების ღია ომის ხო და მათ შორის გამორიცხული იყო რაღაცა შეცვლილი იყო ხარკოვიდან არა ხარკოვის სხვა გზებიც არსებობს მაგრამ გამორიცხული იყო ყირიმზე ხო საუბარი იქიდან დაიწყო გამორიცხული იყო რაღაცა საფრთხის ან სრულება რა მოხდებოდა რაც ახლა არის მაინც იდგა რუსული სამხედრო ბაზა იქ ხო ესეა არა დაკარგავდა ტერიტორიას არა დაკარგავდა დაიწყებდა ომი და არა ჩვენთან ამ შემთხვევაში სახელმწიფოებრიობის გადარჩენაზე იყო საქმე. გასაგებია, ამიტომ ფიქრობ საზოგადოება უფრო სხვანაირად გადაგვეჩინა. უფრო უკეთესი შედეგი. ეხლა ამაზე უნდა არა, ამაზე ვედავებით, რომ შეგვეძლო არ გააკეთო. ჩვენ ვფიქრობ, რომ შეიძლებოდა პარალელურად 1-2 დღის განმავლობაში ისეთი განგაშის ატეხვა დასავლეთისთვის და პლუს თბილისის დაცვისთვის მზადდება და თბილისის იბლის გუდეების აღარო არის. არა, ეს სანამ ჯარი შემოვიდოდა. ჯარი რო შემოვიდა, ეგრევე დავამკარ. მაგრამ ამაზე შედარება კიევიდან ვესაუბრობ. მამუკა საქართველოს აი და კიდეთაში ვერ დაგეთახმებით დიპარტამენტის სამის მიხედავთ საქართველოსაც და რუსეთსაც ომი უნდოდა ესეთი რაღაც ის ასე თქვა ხა მიხეილ სააკაშვილმა თქვა ახალწლამდე რამდენი დღით ადრე რომ ცხინვალი არის მოფანფალებული კბილი რომელიც უნდა ამოვიღოთო ეს მისი სიტყვებია ჩემი კი არის ესაც არის მოფანფალებული რომელიც ოდესმე უნდა პრობლემა უნდა ამოვიღოთ მაგრამ ომი ხა როგორ შეიძლება და ვერაც ვიცი ყოველ შემთხვევაში იმ მომენტში როცა ეს ყველაფერი დაიწყო ის ხალხი ვინც ამ საკითხებში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ის თბილისის საქართველოში არ იმყოფებოდნენ. კი არ გაქცეულან არ იყვნენ ისინი. გაქვს გვაქვს ხო რა პერიოდი იყო. მე გეტყვით თქვენ იგივე მე გეტყვით საკუთარ მაგალითზე ხა ამაზე მეტი მე როდესაც აღებული მქონდა შვებულება ვიდეოდი 2 დღეში მასწავლებელი დავით კაცს ავთქვი არა ბაბუკა აიღე დარჩი იმიტომ რაღაც ეს არ არის აქ ხა თუ იმაზე გადავთო ჩვენ ესეთი რაღაცა ქაუტურობა კიდე ცალკე პრობლემაა. სამხედრო ოპერაცია როგორი გეგმებოდა მუხროვანი შესაძლოა ნახეს. საკეთებდა დაასვერა. თუ გასვოთ იქ იყო სამხედრო წვრთნები. ხო და მე ჩატარდა ეს ბაზა დარჩა იქ და დაიწყეს. ეს ადრე და ქვია გრუზია ზაჩისტკა ჩვენ რატო არ ვიყავით ფხიზლად? იმას ერქვა იმ სამხედრო წვრთნებს ერქვა საშინელი სახელი. გრუზია ზაჩისტკა. სახელიც ერქვა ოფიციალურად, მაგრამ ჩვენ რატო არ ვიყავით? ჩვენ ყველაფერი რაც შესაძლებელი იყო გავაკეთეთ. იმიტომ ვიძახი ხა იმის თქმა, არა მე ამას ჩავკოთა თავზე ვიცი, რაც შემიძლია თქვა, იმას ვამბობ, რაც მე ვიცი. იმის თქმა, რომ ჩვენ ალარმიზაცია არ მოვახდინეთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ 2007 წლის დეკემბრიდან მოყოლებოდი, როგორც კი დამთავრდა სამიტი, ხო? ვიძახით ნებისმიერს, ვიძახით ხო და ომი იქნება ერთია და უკრაინასთან რატო ვადარებთ, იცი? უკრაინაში შეიყვანა ჯარი პუტინმა. და აი ესო დაინახა დასავლეთ ხალხო და მდგარიყო ის რა ქვია, ვიტურჩინოვი და ეძახა იცი რა
პუტინი ომსაპირებს ასეთი რეაქცია ექნებოდა? ორში შემოვიდა მე შემოვიდა ეს ხერი და მე არაფერს არ უწევ წინააღმდეგობას, მაგრამ აგერ შემოვიდა სამხედრო ექსპერტი აკადა მაგას ვიძახით თბილისში. კი ბატონო, იქ ძულები აგუჩის მე დაიცავდი, შენ თუ არ დაარღვევი იქ. ერთი რაღაცა არის გიორგი და ბატონი. ძალიან ერთი მნიშვნელოვანი რაღაცაა, მინდა ახლა ხაზი გავუსვათ რა. ჩვენ ლაპარაკობთ როგორ იცი? დაფირო გვერეო ბაბაია ვიძახეთ, არა ერთ წუთს მომისმენ გეტყვი რატომ რა. თუკი ჩვენ ვაკეთებთ. არა, უკაცრავად, მე რა ერთი წუთი ჩემთან უკაცრავად. მათქმევინეთ, გეტყვით. პირველ რიგში, როცა ომის დაწყებაზე ლაპარაკობთ, არავითარი ომი არ დაგვიწყია. ამას ვაკეთებ ბრძოლა. რატომ? იმიტომ ეს იყო ბრძოლა. ომი არ შეიძლება საწომ საკუთარ ტერიტორიაზე დაუწყოს სხვას. არა, როგორ არ შეიძლება საკუთარ ტერიტორიაზე როგორ არ შეიძლება დაუწყოს ომი თუ ოკუპირებული ტერიტორია. არა, ამასულებინე მე რა. ჩვენ ახლა იმას ვამბობთ რომ ომი ჩვენ შეიძლება არ ვამბობ შესაძლებლობას დამასულებინე. ომი დაიწყო და არ დაიწყო, ომი დაიწყო როცა საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია მოხდა მაშინ. ბრძოლის ერთი კონკრეტული ფაზა იყო, რომელშიც საქართველოს განიცადა მარცხი. ეს ესე შევხედოთ. მეორე საკითხი. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველოში სამხედრო ინფრასტრუქტურა ისტორიულად ქონდა მოშლილი. ბოლო 200 წლის განმავლობაში ჩვენ არ ქონია ჩვენ და იყო საბჭოთა, როცა დავიწყეთ ჩვენი შენება, ვნახეთ, რომ პირველივე მსხვილ საბრძოლო მოქმედებაში ომს არ აწარმოებდა ის, ვისაც უნდა ეწარმოებინა, ხო? ანუ სამხედრო ხელმძღვანელობა. სამწუხაროდ გადაწყვეტილებების მიღება არ ხდებოდა სამხედრო ხელმძღვანელობის მიერ, გადაწყვეტილებებს იღებდნენ პოლიტიკოსები, რაც იყო ძალიან ცუდი, არ უკაცრავად. მისი ბრალი იყო მთელი სახელმწიფოსი, მთელი საზოგადოება. ამის არ უკაცრავად ერთ წუთი. რას ქვია მთელი ჩემი ბრალი იყო? ეთახოდა ხელმძღვანელობა. არ უკაცრავად. ხალხი მოდი ჩვენ რაღაცეებზე შევთანხმდეთ, რომ როგორც მინიმუმ ერთმანეთს მე უფრო არ გაგაწყვეტი, ხო? ერთი რაც თავარია, რომ როცა ლაპარაკობთ, რომ ეს იყო მხოლოდ ხელისუფლების ბრალი, მე არ მაქვს განცდა, რომ დღეს რომ იგივე მოხდეს, ისევ იგივე არ მოხდება. ამ დღეს ომი დაიწყოს არ მაგას და უკვე პოლიტიკური ხელმძღვანელობა არ მიიღებს ამაზე გადაწყვეტილებას ნაცვლად სამხედრო ხელმძღვანელობისა. ეს არის ჩვენი მოდელი, ეს არის კულტურა, რომელიც უნდა გამოვიმუშაოთ. სამწუხაროდ ამ კულტურის გამომუშავებას ჭირდება ძალიან დიდი დრო და ჭირდება გამოცდილება. ჩვენ მოდი ესე ვთქვა, დღეს რომ დაიწყოს ომი, თქვენი აზრით გადაწყვეტილებას სამხედრო ხელმძღვანელობა მიიღებს თუ პრემიერ-მინისტრი? იცით რა, არ განმეორდა. რომელსაც აქვს განცდა ამის, ხო? ამიტომ ეხლა რაც უნდა ვიკამათოთ აქა. ანუ ავიძახოთ ისეთ რამეს, როგორ იყო დამნაშავე ერთს ვიღაც მიაჩნია. უნდა ვიცავთ. ის არის რა ქვია სააკაშვილი დამნაშავე, ვიღაც ამს ბოლომდე არ არის დამნაშავე, თქვა შეეშალა ცოტა რაღაცა. ეს უნდა გაარკვიოს სასამართლო და იმ ადამიანებმა, ვინც აი ამაში მიიღეს მონაწილეობა, თუნდაც ისა რომ თავდაცვის ხუთები არ იყო, თუნდაც ისა რომ მოიშალა, თუნდაც ისა რომ პოლიტიკოსები კი არ იღებდნენ, ერთი პარტიის ლიდერები იღებდნენ იქ და არა პოლიტიკოსები. იქ სხვა პოლიტიკოსი არავინ არ აქვს, მარტო ნაციონალური მოძრაობა. არა, ხელისუფლება ვინც იყო ის იღებდა ახლა. ხო, არა, ხელისუფლებაში ოპოზიციებიც იყვნენ, ხო, იმაში პარტიებში ყავდა, იმაში პარლამენტში ყავდათ ვიღაცები. ეგა თავი ისიც ცოდით არ უნდა მიიღო. სანამ არ დაექნება ყველას თავის სახელი და ვიღაცა ასეთ შემთხვევაში სასამართლო იხილავს თუ სამხედრო ხელმძღვანელობას სწავლობს თუ სტრატეგია გამომუშავოს, ეგ არის მნიშვნელოვანი. ესეთ შემთხვევებში სასამართლოები არ იმართება. ამ ვერ დამისახელებ მაგალითად გადაცემა უნდათ ეხლა ჰააგაზე. კი ბატონო. რატო? რატო საკუთარ მშვიდობიან მოსახლეობას დაუპირისპირა სამხედრო ძალა და სნაიპერებს მოაკლევინა. პირველი საქართველოს ტერიტორია არის თუ არა? მშვიდობიანი მოსახლეობა იყო, იქ მშვიდობიანი მოსახლეობას არის ხო? ვინმე გითხრათ რომ არ არისო? არის ხო? ეს ხე გეკითხებით სამხედრო ხილავში ჩვენ ვებრძოდით რუს ოკუპანტს. შვიდში არის ესე იანუკოვიჩი ესე იანუკოვიჩი შემოძრავილ ადამიანებს იმაში იმასაც ესეთი გამართლება ნახეთ იანუკოვიჩის რას მიდარი სახელმწიფო 2008 წელს რასაც მოდით რა ვიძოლო ვიშალეს იყო იანუკოვიჩი რასაც და საკუთარ ყველაფერი დაერქვა რაღაც სახელით ეს იქნება დამნაშავე მაგოს პასუხი ისე როგორც ეხლა ევროპა დაუჭერს მხარს იანუკოვიჩის თუ არ დაუჭერს ჰააგაში გადაცემას ჩვენ თქვა ზოგიერთები ვინც ჰააგაში უნდა აგოს პასუხი ერთ რამეს გეტყვით კიდე მაპატიეთ რა და ამის მერე ხმას არ ამოვიღეთ ჩვენი ომი რო შეადარო იმას რაც ხდებოდა მეიდანზე იქ არ შესულა რუსული არმია მეიდანზე იმიტომ რომ ის კიევი იყო და ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და დაქირავებული სნაიპერები იქედან ისროდნენ და პირდაპირ ეკივი რომ ამბობდა რომ ვერაფერს ვერ უზამთო ისეთ სნაიპერების ხედანო სასტუმროს თავზე რომ ან შუბში ან გულში ახვედრებენ პირდაპირ ის სხვა რაღაცაა კიდე ჩვენ მთელი ომის მანძილზე 4 დღის მანძილზე
სააკაშვილი არის შოუმენი. სააკაშვილი გიჟდება შოუზე. ეს ომიც აი ამ უბედურების დროს გადააქცია შოუდ, თავისი კონცერტები, თავისი სარკოს მე არ მინახავს მეიდანზე, იმიტომ არიან ისინი ჩვენზე ჭკვიანები, რაც არ უნდა გამწარებული ყოფილიყვნენ, მიცვალებულები გაქონდათ, მე არ მინახავს იქ დამდგარი, მიუხედავად იმისა, რომ გოსდეპარტამენტის ვიღაც ქალი იმას პეჩენიას ვარიგებდა, სახელმწიფო დეპარტამენტი ქართულ ენაზე, ხო, ქართულ ენაზე უკაცრავად, ბოდიში. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი მე არ მინახავს იქ იმაზე სცენაზე გამოსული ხალხი რომელიც ყვიროდა ობამას ჩვენ ყველაფერს გადავაჭარბეთ ჩვენ ვიკითხეთ ლექსები ჩვენ ვიკითხეთ ვაჟაფშაველა ჩვენ ვიკითხეთ ეს ჩვენ ვიკითხეთ ის მაშინ როდესაც იქ ხალხს ეხოცებოდა შვილები ეხლა მე გეტყვით ჩემი ნათლული რომელიც არის წინვალე ყბასახის ქირურგი რო წაიყვანეს იმ ყვითელი ავტობუსი და დააგდეს ტყეში ის ამბობდა რომ ხალხო წამიყვანეთ გორში იმიტომ რომ იქ მე იქა ვარ საჭირო ის წაიყვანეს როგორც ისა რეზერვისტი თუ რაღაცა და ამბობდა რომ წამიყვანეთ ქირურგი ვარ ავტოვარს იმაშვილის შვილი ამის შვილი იმის შვილი ტყიდან როგორ გამოიყვანეს ამ ხალხმა და უკვე მე 4 თუ 5 რაღაცა როცა დაჭირდა და ეტლებს ვეძებდი მე მაშინ ჩუმად მითხრეს იმ საწყალმა ბიჭებმა ვინც დაკარგა ფეხი ხელი რაღაცა და მიმქონდა ეს ეტლები და რაღაცა ვცდილობდით ყველანი ერთად იქ მითხრეს როგორ მიდიოდა ეს ომი და როგორ იყო დაყრილი ეს ხალხი ტყეში და მოდით ამაზე მივაპარაკეთ. სანამ ეს სიმართლე სააკაშვილის ეხლა ყოფნაც უკრაინაში ეს არის შოუმენობის ნაწილი. შოუს აწყობს ეხლა რა უნდა უკრაინაში? გეკითხებით რა უნდა? რატო ასწავლის ყველა ჭკუას იქნება? წაგებული პოლიტიკოსი. კარგი, აი, ქალბატონი თქვენ ასწავლით რა საქართველოს ჭკუას ნახა. მე არავის არ ვასწავლე. მე ჩემ აზრს ვამბობ. საათ ნახევარია თქვენ გისმენთ რა კაცი? 7 როგორ გეკადრე? და სააკაშვილი ცოტა მეტი თქვენზე შეუძლია როგორ? უი, რას ლაპარაკობ? ერთხელ ქვეყანას. გიორგი დასასწორი აქცენტი. ანუ ჩვენ უნდა მივეჩვიოთ შეფასებებს. ანუ სააკაშვილის თუ შევარნაძის თუ გამსახურდიას შეცდომების ემოციური განხილვა არ მოხსენს შედეგს. ჩვენ გარჩით ჩემს საყვარელო როგორც ექსპერტმა მე წინასწარ მოგიხადეთ ბოდიში რომ მე არა ვარ სამხედრო ექსპერტი პოლიტიკური ექსპერტი მე აღვიქვამ ყველაფერს ემოციურად და ვამაქვს ამისი უფლება კი ბატონო ხანდახან უკაცრავად ვატან აზრს კი ბატონო ეხლა გერნიკა გენიალური ნაწარმოებია გერნიკა მაგრამ ეხლა პიკასოსთვის რო გეკითხათ შეაფასეთ ესპანეთის სამოქალაქო ომი და თავისთავად ის ვერ შეაფასებდა მაგრამ მან ემოციურად ზუსტად დაანახა ამ ომის საშინელება ხო ანუ თავისთავად ყველამ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ საბოლოო ჯამში ქართული საქმე უნდა გამოვიდეს ძალიან მარტივად ჩვენ 2008 წლის მაგალითზე ვერაფერი ვერ ვისწავლეთ ჩვენ შევიცვალეთ ფორმალურად ფაქტურად 4 ხელისუფლება 2004-ის მაგალითზე ვისწავლე. არა, ვერაფერი ვერ ვისწავლე. ამაში ამიტომ 2013 წელი იყო, მაგრამ 99 წელი. კი, 92 წელს იგივე შეცდომა და 90-იან წლებში იგივე შეცდომა და ფორმალურად 4 პოლიტიკური ელიტა შევიცვალეთ. ჩემს ოლიმპიადები უნდა ავუწალოთ. ხო, იმიტომ რომ 2004-ის ოლიმპიადა იყო, 2008-ის ოლიმპიადა იყო და ეხაც ოლიმპიადა. ოლიმპიადები რო აიგზელო, ომი აღარ იქნება. პირიქით არის ეხლა. მიშაზე გადავედით, მაგრამ რაზე ვკამათობთ ეგ ვერ მივხვდებით. ეხლა ბოლო 10-15 წუთი. არა, ფაქტობრივად ჩვენ პრობლემებს დაუბრუნდით უკრაინის პრობლემები ჭრილზე, იმიტომ რომ ამგ ჩვენ დიპლომატებმა და სამხედროებმა ახალგაზრდობამ უნდა ვიკამათოთ მუდმივად არა თავისთავად მეთოდოლოგია გამოიმუშავა რაზე ამ შემთხვევაში რუსის უკრაინაში ის მიშლის ნერვებს რუსის უკრაინაში შეიძლება ასე ძულდეთ როგორ გეკადრე ასვიან ძულს მე მიმაჩნია დამნაშავედ სააკაშვილი და მისი მთელი მთავრობა და რა თქმა უნდა მიმაჩნია არანორმალურად რომ 40 კაცის ნაციონალი და დღესაც ერთადერთი ოპოზიციური ზალა არის ნაციონალები ეს ჩვენთვის არის სრული მარაზმი ნაბატიეთ ჩავატაროთ ადამიანები ჩვენები. მე არსებობს არჩევნები. და ვინ მისცა კიდე ის ორგანიზაცია უარ გაიცის მთელი ქვეყანა რა. თქვენ ჭკუაზე ვერ იბრძვით. ხო გიყვან დემოკრატია, ხო მოგწონთ. აი ეგ დემოკრატია რომ სულ სიაზე აიტანოთ. რომელსაც ვერ იგებთ. ხო, აი არ გესმით. და თქვენ ერთიც ვერ არა ეგეთი დემოკრატია, როდესაც არჩევანის უფლებას არ აძლევ ადამიანს. მოგეკავება არჩევანის უფლება უნდა არასორი მითქმა. რომელი არჩევანის ჩატარდა ნორმალურად. კარგად გააკეთა ყველაფერი. მან არის მართლობის არჩევნები მოდის და იმედ ეს კანონი ცოტა კიდე თუ შეცვლიან უკეთესი იქნება და რაღაცა ნახოთ.
აი ცალკე საკითხი, მაგრამ ამას კომისიები დემოკრატია კი თუ ვირჩევთ, მაგრამ ჩვენ არ ვირჩევთ. ამას ომთან კავშირი არ არის და უკვე ამიტომ ვიძახი ხა ჩვენ. სააკაშო ვიღაცა შეიძლება მოწოს, ვიღაცა არ მოწოს, მაგრამ იქ რაც მოხდა, მე ერთ ამას ხტობათ, ბათა უნდა ძალიან გულახდებოდ გთხოვოთ, ხა. მესმის რომ შეიძლება გიყვარდეს სააკაშო, შეიძლება არ გიყვარდეს, შეიძლება გიყვარდეს რომანი პოლიტიკოსი არ გიყვარდეს, მაგრამ 2008 წლის მოვლენებთან დაკავშირებით თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ, იმიტომ არ ხართ არც თანამდებობის პირები და ისნა ჩვენ მე მგონი საზოგადოებაში რაც ნიჰილიზმი არ უნდა დავაკვირდეთ, ანუ ისეთი გამოკიდებულება რომ ყველაფერში ყოველთვის ჩვენ ვართ დამნაშავეები, შეცდომები ყველას დაუშვია, ხო? შეცდომები არ შეიძლება რაღაც ამ შეცდომებს უნდა ისწავლო, მაგრამ სასამართლოები გავასამართლოს ტერიტორიის დაგვაკარგინა. გავდოთ ეს ტერიტორიები დაკარგული იყო, ესეც ამის გაფორმება მოხდა და კიდევ ხა დღევანდელი მოვლენები უკრაინაში ხოდორი არ მიემატა. კარგი რამე დავხატ. დღევანდელი მოვლენები შევარდნაძეს არ დაუკარგია აფხაზეთი არა ნამდვილად გაასამართლეთ მე რა ვინ უნდა გაასამართლოს გაასამართლეთ არ დაკარგა შევარდნაძე ვინ უნდა საქართველოს შეიძლება ვერ გიპასუხოთ ყველა საუბარი მაშინ ესეთი სააკაშვილი დაკარგა 20% სააკაშვილი არ არის დამნაშავე და შევარდნაძის დროს რუსეთმა შემოვიდა წაგართვა ისე როგორც ეს მაშინ შევარდნაძე იყო დამნაშავე სად არის თქვენი ლოგიკა ხალხო ვერ გავიგე რას ელაპარაკობთ ხმას მე თქვენ და სამართლებელია დაეჭირეთ მაგალ ლოგიკაში. ხედავთ ნორმალი სტანდარტია. კარგი, ნორმალი კი არა, ბატონ მაგია ბზანოს შემდეგ თქვენ ალბათ მე ისე ვიქიდან გამოვდივარ რომ რა თქმა უნდა სამყაროში რაღაცები მოხდება ჩვენს ახლოში თუ ჩვენ შორს რაღაცები მოხდება და მაინც ყველაფერი ერთმანეთში კავშირში არის და ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე რამდენად ჩვენ უნდა ავიცილოთ რაღაც ისეთი რამები ისე აცილება შეგვიძლია და ჩვენთვის რაღაცა სასიკეთო ვნახოთ თუ არა ვარ ჩვენ დალხინებული ქვეყანა და გარშემო სამეზობლო ყავს კიდევ ისეთი რომ რანაირი დატრიალდება ეს მოვლენები რანაირად შეერთება ჩრდილოეთ კავკასია ყირიმზე თუ წავიდა ლაპარაკი თურქეთს უფრო მეტი პრეტენზიები აქვს ვიდრე რუსებს ყირიმის მიმართ და არ არის ეს ხელსამოსაკრავი და ამბობენ კიდეც ამას კეთილ დამთავრებინე ამიტომ მე რას ვამბობ ისი ჩვენ რომ ხვალინდელი დღე გავიგოთ და იგივე შეცდომები რომელიმე ხელისუფალმა მე არ ვამბობ მაინც ამ ხელისუფალმა ხო მოვა კიდევ ახალი მთავრობა იქნება რა ამიტომ არის საჭირო ყველაფერი მე მაგის მომხრე ვარ თუნდაც რომ ოღონდ ეს იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიებები თუნდაც რა მოხდა ცხინვალში პირველი ჩვენი საბრძოლო მოქმედებები ცხინვალში დაიწყო ეს იყო პრეზიდენტ გამსახურდიანის დროს შემდეგ რაც მოხდა პრეზიდენტ სააკაშვილის და პრეზიდენტი არ იყო მაშინ სახელმწიფო საბჭო იყო თუ რაღაც მაგრამ აფხაზეთის აი ეს დიდი კონფლიქტი და მე მოყოლებული აქეთ რაც 98 წელს რა მოხდა, შემდეგ რა მოხდა 2004 წელს, როგორ დაგვირგვინდა ეს ყველაფერი 2008 წელს და ხვალ რო იგივე არ განმეორდეს. ამიტომ არის საჭირო მიუკერძოებულმა გამოძიებამ. ამისთვის რა არის საჭირო? ამისთვის არის საჭირო სასამართლო უნდა იყოს ისეთი რომ მეც და თქვენც ვენდობოდეთ იმ სასამართლოს. აი სასამართლო საქმე არ არის, მაგრამ გამოძიება აუცილებელია. კი ბატონო, კომისიები და ესენი ეს ჩათვალე თუ კომისია შექმნი არაფერი არ გაკეთება. მე ვამბობ, იმიტომ რომ ვიღაცამ უნდა აგოს პასუხი. ის კი არა რომ მე თქვა თუ ხო ეს ყოფილა დამნაშავე. არა, ვიღაცამ უნდა აგოს პასუხი. მაშინ შემდეგი ხელისუფლებაში ვეღარ გაბედავს იმას რომ თუნდაც პარტიული ნიშნი სამხედრო ცოტა გადაწყვეტ ყველა მაგოს პასუხი. ამიტომ ყველაფერი 90-იან წლებში კი ბატონო მაგას ვამბობ, ეხლა მაგას ვამბობდი მე ხო? და ეხლა ერთ რაღაცას ვამ, ყველაფერი კავშირშია, კეთ დამამთავრებინე, შემოგევლე. ყველაფერი 99 წელი. კეთ დამამთავრებინე. როცა მიადექით ავტობუსებით იმას ცხინვალს, მე მაშინ გამოვიდი. კეთ დამამთავრებინე რა. გუმბერიცის დროს. ეს ყველაფერი კავშირში რატომ არის მეთქი? იმიტომ რომ ჩვენ არ აყვავს და არც ყოლია სამწუხაროდ ისეთი ხელისუფლება რომ ყველა შევთანხმდეთ იმაზე რომ ეს მართალი არჩევნებია. თავისთავად ჩვენ არ აყვავს ის ადამიანები რომლებიც თქვა ჩვენს მოვთხოვთ ჩვენ საკუთარ თავს აი ჩვენ ავირჩიეთ ესენი და რა ვქნათ ეხლა ნუ შეცდომა დაუშვით და მე ზემოქმედებაც არ გვაქვს ამ ხელისუფლებებზე იმიტომ რომ როგორც კი ქუჩაში გამოყვა ქუჩაში არ გამოვა ქუჩაში ვერ გამოდიხარ იმიტომ ქუჩაში სანამ გამოყვა ხო შეიძლება მანამდე გადაცდეს რაღაც პრობლემები მაგრამ აი ეს დაპირისპირება იმიტომ რომ ადამიანი როგორც კი იმ სკამზე ჯდება და რო აღარ უნდა იმ სკამის დათმობა იმიტომ რომ იმ სკამის დათმობა ნიშნავს იმის გასამართლებას ყველა ხელისუფლება იგივე უკრაინაში და საქართველოში და პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველა არის კორუმპირებული მე ყირიმში მქონდა გადაღებები აი ეხლა სანამ ეს სამები დაიწყებოდა
ადამიანებს ხო ხვდები სევასტოპოლში ცხოვრობდი, იალტაში მქონდა გადა სიმფეროპოლში ყავდა ბილიბეკის აეროდრომზე. მიგდებულები იყვნენ ხელისუფლების მიერ. იცინოდნენ ისა და იმდენად აი ამაზრზენი სიტუაცია იყო. ჩვენთან რა იგივე არ იყო, სხვა ქვეყნებში იგივე არ არის, კორუმპირებული მთავრობები. მაგრამ არ ვუყობ ჩვენ, რატო ეხლა ნახეთ სად მივდივართ ორმაგ სტანდარტებთან. იმიტომ რომ როგორც რუსეთი ისევე დასავლეთი ორმაგი სტანდარტები. ეხლა კორუმპირებულია საქართველოს დღეს? აბა რა რატომ მე ხო შეიცვალა ხელისუფლება? ესე იგი რა შეიძლება? აბა მე რატომ სანამ სასამართლო სისტემა არ შეიცვალა, კუბლაშვილი არ წავა, ქვეყანა ტომობის ნიშანი უდრის სამართალს, ქვეყანა უდრის სამართალს. მე პირველად დავწერე და ეხლაც ვიმეორებ, რომ სანამ ამ ქვეყანაში სასამართლო სისტემა არ შეიცვლება და ეს დამნაშავე მოსამართლეები არ აგებენ პასუხს და ძირეულად არ შეიცვლება, ამ ქვეყანას არ ეშველება. გაბატონია, ბრძანეთ და თქვენ მე ვეცდები რომ და იმ თემაზე ვისაუბრო, რა თემაზეც მომიწვიეთ. მე ასე ვიცოდი რომ უკრაინაზე უნდა გვესაუბრა. ამიტომ თუ ვისაუბრებთ საქართველოზე, ალბათ მაინც ამ შემთხვევაში აი ამ ჭრილში რომ გადაბმული იყოს ეს ორი თემა. ეხლა რაც შეეხება უკრაინის მოვლენებს, ძალიან ძიმე დრო უდგას ხელსოფლიოს უკრაინას მათ შორის, მაგრამ ყველა მხარეს ვიცით რომ ყველა მონეტას ორი მხარე აქვს და თუ კი შეიძლებოდა რამე დადებითი მომხდარიყო იმაში დადებითი შედეგი ქონოდა. ყველაზე დადებითი შედეგი აი ამ უძიმეს მდგომარეობას რაც არის ეს დღეები უკრაინაში არის ის რომ დამთავრდა სოფლიოში ფარისევლური პოლიტიკის ხანა. ეს ერთნიშნად სახეზეა. ანუ თუ კი აქამდე რუსი ჯარისკაცი ხან მშვიდობის ყოფილი იყო ხან იყო მსხვერპლი, ხან მასსულ ხო იცით რაც ხდებოდა იგივე აფხაზეთში, იგივე შიდა ქართლში დამთავრდა. უკრაინის ამბებმა აი ამ რამდენიმე დღემ მთლიანად გააშიშვლა ის, რასაც სოფლიო დიდი ხანია ხდებოდა, მაგრამ რაღაცნაირად და ფარისევლური დამოკიდებულება იცოდნენ, მაგრამ თან არ იცოდნენ. ტალიავინი თან იძახდა, რომ კი, ესე იგი, ანუ მსხვერპლი და აგრესორი გაათანაბრეს. საქართველოს და რუსეთი იყო გათანაბრებული. ეს არის ზნეობრივი შეცდომა, უკეთეს შემთხვევაში შეცდომა, უარეს შემთხვევაში შეგნებულად გაკეთებული რამ. ეს ერთი, რა ძალიან დიდი საქმე, რაც მოყვა ამას, რომ როგორც თქვი, ფარისევლური სოფლიო პოლიტიკაში ფარისევლობა დამთავრდა. ყველაფერს თავის სახელი დაერქვა. მეორე ის, რომ მიხეილ სააკაშვილის და ძალიან ხალხი დამშვიდით არ ინერვიულოთ ახლა მიხეილ სააკაშვილი რეალურად უკრაინის ამბებმა მისი ფიგურა წარმოაჩინა უკვე სულ სხვა ამპლუაში და ჩვენ დღეს რეალურად მოწმეები ხდებით რომ მიხეილ სააკაშვილი არის სოფლიოში ფაქტიურად პოსტსაბჭოთა ქვეყნების ერთ-ერთი ყველაზე როგორც ჩანს ავტორიტეტული ექსპერტი. ხომ არა, რა ხალხობენ მაი ესეთი სააკაშვილმა რომ ეგრე წარმოიჩინა. არის ეს ვკითხოთ ჩვენ იმას იმ კონგრესმენებს რომლებიც ურეკავენ და ვინ урეკავს? თქვენ იცით რომ урეკავენ? დამშვიდი ხალხი. არა, იცით რომ урეკავენ? რა შეშე თქვენ იქ იყავით რომ урეკავენ? ნუ მე გამართებით შეიძლება დამთავრდა. მე ხوار გაწყვეტნები. მოკლედ ფაქტია რომ CNN-ზე ხედავთ, მაგრამ სხვა რამეშია საქმე. ეს მოყვა ამ ყველაფერს და როგორც ჩანს მართლაც ესეა სააკაშვილმა ძალიან კარგად იცის შიდა ანატომია ის რაშიც უჭირთ ძალიან ამერიკელებს იმიტომ ხშირად ამერიკელები თავი აბსოლუტურად ამერიკელების გაზრდილია სააკაშვილი და ეხლა სააკაშვილი ასწავლის ამერიკელებს პოლიტიკას და იმას ეს მეურია და რაც თავარია ძალიან ხო დამშვიდი გალბათ მქეთი შემოწმებული ხო და რაც თავარია ეს გარეთ სოფლიო პოლიტიკის რასაც მნიშვნელობა რომ ფარისევლობა დამთავრდა და ნუ სააკაშვილის როლზე გითხარით აბსოლუტურად სხვა ამპლუაში ძალიან დიდ სერიოზულ ამპლუაში წარმოჩინდა მაგრამ შიდა პოლიტიკისთვისაც და ჩვენ პრობლემის გარე ჭრილში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს უკრაინის ამბებს იმიტომ რომ შიდა თუ გარე არაკეთილ მოსურნე გამოეცალა საბოლოოდ არგუმენტი რომ ომი საქართველოს დაიწყო. მეგობრებო, სააკაშვილმა დაიწყო იქაც ომი უკრაინაში. ანუ აი ამ საძაგელ, აი ამ რენეგატულ მოსაზრებას გამოეცალა ყოველგვარი საფუძველი. ეს და ბოლოს მინდა ერთი რამე ვთქვა.
აქ ქალბატონმა ქეთიმ ესეთი რამ ძანა რომ აიო ის წინა ხელისუფლებაო ეგ უსინდისოებიო დარბიანო იქო ვაშინგტონშიო და წინა ხელისუფლებაზეო დანოსებს წერენო ამ ხელისუფლებაზე ხო კაცო წინა ხელისუფლება ხო წინა ხელისუფლება დარბისო და ამ ხელისუფლება არ დარბის აგზავნიან კი ბატონო რა შობა აგზავნის დანოსებს აგზავნის ხო კარგი ამაზე მე შემიძლია გიპასუხოთ მე ხა ამაზე აღარ ვიკამათებ რამდენად მართალი ბრძანდებით მაგრამ ამაზე გიპასუხოთ ჯობია ხელისუფლებაზე დაწერო დანოსი თუნდაც არსებულზე ვიდრე საკუთარ ქვეყანაზე იმიტომ რომ როდესაც შენ ამბობ რომ საქართველოს დაიწყო ომი ეს არის უკაცრავად თქვენი სიტყვა დანოსი სამშობლოზე არა მობენ საქართველოს დაიწყო სააკაშვილმა დაიწყო ასეულზე საქართველოს როგორ დაიწყო ირაკლის საქართველოს შეგროვა დაიწყო ხელისუფლება მე აღარ დასავლეთის გამოხმაურებაზე და მინდა გამოვიყენო შესაძლებლობა რაღაც უკმარისოს გნება დამრჩა პირველ რიგში ის რომ ნასწავლი გაკვეთილების თემას მინდა დაუბრუნდე იმიტომ რომ აქედან მეტი არაფერი არ დაგვრჩება გარდა იმისა რაც ყოველთვის ჩვენ გამოვიდეთ ხო დასავლეთის გამოხმაურება რატო იყო ესეთი არაეფექტური დაგვიანებული სუსტი და რატომ გახდა შესაძლებელი ძალიან ბევრი კრიტიკული სტატია დაიწერა მას დასავლურ მედიაში და ეხლა დასავლეთს გავაკრიტიკებ ამჯერად მათ შორის საკმაოდ გულწრფელად აღიარეს რომ ამ წლების განმავლობაში რუსეთი იმიტომაც იყო ესეთი გათავხედებული და კონკრეტულად პუტინი რომ მთელი ის ფინანსები რასაც ის რუსეთის ძარცვის შემდეგ რუს ხალხს რასაც ძარცვას ხო დასავლური რატო არის ინგლისი ეს რატო ეწინააღმდეგება სანქციების დაწესებას რუსეთის მიმართ იმიტომ რომ ძალიან დიდი რაოდენობის ინვესტიციები ის რაც იძარცვება რუსი ხალხისგან სწორედ დასავლურ ბანკებში მიდის დასავლური ბანკირები არიან ვინც სადაც ინახება ეს ნახები ან ძალიან სისტემა ან როგორც კანტონმა იბრძანებდა სიყალბე მე ვერ გავიზიარებ სამწუხაროდ თქვენს ოპტიმიზმს იმიტომ რომ ფარისეულობის ეპოქა არასდროს არ დამთავრდება უბრალოდ ჩვენ იმას ხში რაც ვიგულისხმენ დამთავრდა არა არ დამთავრდა იმიტომ რომ გასაგო სააკაშვილის ის კიევში დამთავრდა ეხლა ჩემო ირაკლის ხება CNN-დან არ ჩამოსულა ნამდვილად მართალია ირაკლის გენეცროლე ეხლა მთავარია რომ იმ ტალღაზე რაც ამ ხელისუფლებამ გააფუჭა 9 წლის ნამუშევარი და იძახა რომ საქართველოს დაიწყო ომიო არც ამას არ დაგეცილეთ ხარისხიან ნამუშევარს არ მოდიში უკაცრავად ეხლა უკრაინაში მომხდარი ამბების ტალღაზე ჩვენ შეგვიძლია აი ამ 2 წელიწადში ამ ხელისუფლების გაფუჭებული საქმე ისე დღეს აღარ ჯერო საქართველოს ანუ ჩემი მორალი ის არის რომ იმდენად მძიმე მდგომარეობა გვაქვს და ისეთი მძიმე პოლიტიკური სიტუაცია მთელსოფლიოში რადგან არც დასავლეთიან მთლიანად რუსეთის ფინანსური გავლენისგან თავისუფალი და ეს მხოლოდ გაზის გაყიდვის მიღების შემოსავალს არ ეხება რომ განსაკუთრებული გონიერება გვმართებს რომ ერთმანეთი არ მერაბ ხო არა არაფერი აქ რაღაც და ოპონენტი ზულ გამატნუკედი მე თქვენ არ ზულხარ თქვენ ზულვარ არა მე არასდროს არ მithქოს თქვენ ჩემი ოპონენტი არ ახართ იმიტომ რომ არ თulit ოპონენტია ხო ბუდიში თქვენ ახლა არავის არაფერი ძალიან სხვა მიმართულებით წავიდა აქ საბოლოო ჯამში დისკუსია ბოლოს რა ვიცი სააკაშვილის გასამართლება და შემდეგ გადავედით ხო ჩვენ ლაპარაკობთ უკრაინაზე და ანალოგი რაც ჩვენ მოვიტანეთ უბრალოდ ჩვენს ომთან დაკავშირებით აქ არავის არ დაობს იმაზე ვინ დაიწყო ომი ეს არ არის თემა ჩვენ დღეს აქ არავინ არ გვდაობს და არ ამგონია ვინმე ამბობდეს რომ საქართველოს დაიწყო ომი რუსეთმა დიდი ხანია ეომება საქართველოს შეიძლება ითქვას 1801 წლიდან მოყოლებული და დამოუკიდებლობის საქართველოს დაიწყო ივანიშვილი აქ არ ზის მე ახლა ლაპარაკობ აქ რა ჩვენი რაშუაშია ივანიშვილი ზის თუ არა მე რა ჩვენ რაზეც ლაპარაკობთ იმაზე სხვა რამეს ამბობ ადამიანის ამბები არა ჩვენ აქ არ ვაფერს არ ვერაფერ რაშუაში ვარ არ საუბარია იმაზე რომ ჩვენ ამას არ ვაკეთებ ჩვენ საუბრობთ იმის შესახებ რომ ტაქტიკურად როგორი გადაწყვეტილება ჯობდა საქართველოს მხრიდან მოიტანა უკრაინის ამბებმა ასეთი გადაწყვეტილება ჯობდა როგორიც მიიღო საქართველოს თუ ისეთი როგორიც ჩვენ ვფიქრობთ ხო ტაქტიკურ გადაწყვეტილებაზეა საუბარი რა იქნებოდა უფრო გამართლებული მეტი არაფერზე არ დავთ თქვენ ფიქრობთ რომ საქართველოს რაც მიიღო ის იყო ტაქტიკურად უკეთესი ნუ ჩვენ ვფიქრობთ რომ ისეთი ტაქტიკა იქნებოდა უკეთესი როგორცაც წეგან ვილაპარაკეთ აი ეს არის ომის დაწყებაზე აქ არავინ არ ლაპარაკობს ხა ივანიშვილის მაგალითად მე პასუხს ვიმოთხოვთ ხო რა შეეხება ხა უკრაინასთან უკრაინასთან დაკავშირებით ჩვენ თითქოს უკვე ხო ჩამოვაყალიბეთ რისი თქმაც გვინდოდა ერთადერთი რასაც დავამატებდი ჩვენთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას რომ ჩვენთვის ახლა კი ბევრი ამბობს აქ რომ აი უკრაინა თუ გადარჩება და მიბმულია ჩვენი საკითხი უკრაინაზე რა თქმა უნდა მიბმულია მაგრამ მე მგონია რომ რაღაც მომენტში შეიძლება პირიქითაც იყოს მიბმული იმიტომ რომ ჩვენთვის ზოგი ჭირი მარგებელია გამოვიდა უკრაინაში რომ ასე დაიძაბა სიტუაცია და
რუსეთმა თავზე ხელი აიღო, ჩვენთვის გამოვიდა სასარგებლო საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ ჩვენ შეიძლება მაპი მოგცენ, დაგვიჩქარეს ასოცირების ხელშეკრულება და ასე შემდეგ. ამიტომ არავინ არ იცის ჩვენთვის როგორი მოვლენების როგორი განვითარება იქნება, ჩვენთვის უფრო სასარგებლო დღეს მე გამიჭირდება. უკავიძახი არ გვინდა მაპით რომ მაპზე მეტი ხო გქონდა რა. ისე წარება ხდება ეგ ამბავი. იაკობაშვილი რო იძახდა მაპზე მეტი გვაქვს და რაღაც გვინდა ის რაზეც უგანწიც გვაქვს. როგორ არ გვინდა მაპი გვინდა მაპი. მოკლედ ჩვენ ეხლა მე ისე არ მინდა გამოგვივიდეს რომ ჩვენი საუბრის კონტექსტიდან თითქოს და დასავლეთი ძალიან დავაკმით რა და ფერი გაუკეთებია ესეც არ არის უკრაინასთან მიმართებაში. იმიტომ რომ რაღაც ამან არ მინდა ჩვენმა საუბარმა და იმ გულისწყრომა რომელიც ქართულ ემოციურად გვახასიათებს რომ საზოგადოებაში განცდა დატოვოს რომ ჩვენ ვერ მიჯნებით დასავლეთს და მიგვაჩნია რომ მათი რესურსი არაეფექტურია ესეთი რაღაც არ მინდა გამოგვიდეს. რაც უკრაინასთან მიმართებაში თქვათ იგივე ობამას განცხადება ხო პოლიტიკოსი რომელიც გადატვირთვის პოლიტიკის მომხრე იყო რუსეთთან და ალბათ ყოველთვის ამხდებით უკვე რომ ეს პოლიტიკამ სტარი აღმოჩნდა საბოლოო ჯამში ან დროის მოგება რუსეთმა უფრო მოიგო დრო ვიდრე ამერიკამ მანაც კი საკმაოდ მნიშვნელოვან სანქციებთან დაკავშირებით ისაუბრა რუსეთის წინააღმდეგ ისევე როგორც თქვათ მერკელისგან ისეთი მკაცრი შეფასება როგორც იყო სამყაროდან გასულია ეს თქვათ რეალურ სამყაროს მოწყვეტილია პუტინი ჩვენ ალბათ არ ვეღუდით ესეთ განცხადებას ხო ეს მისი განცხადება არ იყო ეს უფრო გამოჟონილი ეს იყო ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია რა ესაუბრა მერკელმა რა ესაუბრა ამიტომ სინამდვილეში ჩვენ უნდა ვთქვათ რომ დასავლეთმა მოახერხა ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც ეს იყო რომ კონფლიქტი დაპირისპირება შეიარაღებული არ მოხდა ფაქტობრივად მე ღმად ვარ დარწმუნებული რომ ამ ტიპის კომუნიკაცია დასავლეთს ჰქონდა უკრაინის ახალ ხელისუფლებასთან და მას კაცრად აფრთხილებდა რომ თავიდან აეცლებინა ყოველგვარი პროვოკაცია და კარგია რომ თვითონაც არის ძალიან საინტერესო მაპატიეთ YouTube-ზე დევს როდესაც მეიდანის ხალხი აი ლიდერები ერთმანეთს ეჭიდავებიან იმაზე რომ არ გაბედოთ ესკალაცია და არ გაბედოთ ეს იყო დასავლეთმა რაც მოახერხა იმიტომ რომ დასავლეთმა ეს თქვა დაარწმუნა უკრაინის ხელისუფლება ამაში ამან გარკვეულწილად კონფლიქტის თუკი წყვია არ გავარდება ესე ვთქვათ ეს აადვილებს სამომავლოდ იმ დაპირისპირების მოგვარების შესაძლებლობას რომელიც რუსულ მოსახლეობასა და იგივე ვთქვათ თათრები ავიღოთ რომლებიც ცხოვრობენ ხო ყირიმში ან ადგილობრივი უკრაინელები მათ შორის სამომავლოდ რომ კვლავ შეძლონ ერთად ცხოვრება მათ შორის რომ ტყვია გავარდნილიყო ეს ძალიან გაართულებდა მათ შორის ერთად ცხოვრების პერსპექტივას და ამ კუთხით არის ეს მნიშვნელოვანი ეხლა მე ვფიქრობ თავარი ბრძოლა გადადის უკვე პოლიტიკურ არენაზე ვინ რას ესე ვთქვათ დიპლომატიურ ეს საერთაშორისო პოლიტიკურ არენაზე ესე ვთქვათ დიპლომატიურ არენაზე და მე ვფიქრობ ძალიან საინტერესო პროცესები ამ კუთხით გველის ჩვენ არ უნდა ჩავთვალოთ რომ დასავლეთი მიატოვებს უკრაინას მე ესეთი განცდა არ მაქვს უბრალოდ ჩვენ გაცილებით მეტი გვინდა იმიტომ რომ ჩვენ თავზე გრძნობთ იგივე ტკივილებს ჩვენ თავზე გამოვცადეთ იგივე ტკივილები რასაც ეხლა გრძნობს უკრაინელი ხალხი და კიდევ ერთხელ რა ვიცი უსურვოთ მშვიდობა უკრაინას ბატონო მოგწონდა და დავასრულოთ როგორც ობამამ აღიარა გადატვირთვის პოლიტიკის ასე ვთქვათ შედეგი ამას არ მოყვა ალბათ ყილაკის გაფუჭდა მაგრამ მე მგონი ჩვენს მივედით იმ ეტაპზე როდესაც აღარ აქვს ხელისუფლებას იმის ფუფუნება იძახოს რომ ის რაც კეთდებოდა იყოს სწორი თუმცა არც ოპოზიციას ან ვიღაცას არავის არ აქვს იმის მხარე რომ ამის გამო რაღაცა ნიშნის მოგებით აკრიტიკოს იმიტომ რომ ცდელობის უფლება ხელისუფლებას ჰქონდა ეს გაკეთებული ჰქონდა ყველასფერი წინა ხელისუფლებასაც იყო ცდელობების შევანაიზოს რაღაცა დალაგება იყო ცდელობების სააკაშვილის მმართველობის პირველ დასაწყისში მაგრამ როგორც ვხედავთ ეს არ გამოდის ეხლა რაც თავარია მართლა რაც ალბათ ყველა ვთანხმდებით ამაზე რომ ერთობლივი ძალებით ყველანაირად შევეცადოთ ამ რისკების შემცირება და გარდა ამისა ვეცადოთ დიპლომატიას თუ თამაში უნდა გამოვიყენოთ რომ აი ამ გამოწვევების წინაშე მდგარ ქვეყანას იქნებ რაღაცა პოზიტივი მოუტანოთ და ამის შესაძლებლობა ალბათ არის. და გარდა ამისა, მინდა ჩემის აზრით რაც ასევე გაასააქტიურებელია, ხელისუფლებას მოეთხოვება, თუმცა არა მარტო, რომ ჩვენ ყველანაირად ამის გამოცდილება გაგვაჩნია, ბევრს არ მოწონს თუ მოწონს, მაგრამ ჩვენ გავაკეთოთ ყველაფერი, რათა დავეხმაროთ უკრაინის ხელისუფლებას. ყველა ჩვენთანაც ამის რესურსი გააჩნია. მე არ მოგატყუებთ მე მაგ მაგალითად კონტაქტი ჩემს რაღაც ყოფილ კოლეგებთან რაღაცა შეოს მეც ვაძლევ ხელისუფლებას ალბათ შეუძლია იგივეს გაკეთება იმიტომ რომ ჩვენ საკმაოდ დიდი რესურსი და გამოცდილება დავაგროვეთ თუნდაც 2008 წლის შემდეგ როგორ უნდა გაგვეკეთებინა რაღაც და იგივე შესტუმრება ჩვენ ალბათ დაუშვით თუ არ გაიმეოროს უკრაინა და მე მაინც მიმაჩნია რომ საერთო საბოლოო ასე ვთქვათ უმთავრესი რაც ყოველას ამ ეტაპზე უნდა გაკეთდეს არის მობილიზება და არ გვინდა ჩვენ იმაზე ჩხუბი კამათი
ყოველ შემთხვევაში საზოგადოების გადატვირთვა იმით, ვინ დაიწყო, რა დაიწყო, როგორ დაიწყო. დღესაც ვაკეთებ და ხვალას გავაკეთებ, ეს არის ჩემი აზრით ამოსავალი წერტილი, თუმცა იმაში, რასაც გავაკეთებ მომავალში, უნდა გავითვალისწინოთ წარსული შეცდომები. ეს არის გასაგებად. დიდი მადლობა ყველას გაცემაში მონაწილეობისთვის. მომავალ შეხვედრაზე.